გამარჯობათ მაესტროს ეთერში ток-შოუ პრესის დრო დადგანაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ერთ აზრზე მდგომ ადამიანებს და მათ ერთნაირ შეხედულებებს. თუმცა დღეს შესაძლოა ყველაფერი პირიქით მოხდეს, რადგან დღეს პრესის თემა არ ეხება შოუ-ბიზნესში მუსიკალური კუთხით მოღვაწე ადამიანებს. ამ საღამოს ჩვენი სტუმრები იქნებიან ყველაზე ლამაზი სფეროს წარმომადგენლები და წარმოგიდგენთ ჩვენს დღევანდელ თემას. მისი სახელწოდება ასე ჟღერს: სამოდელო ბიზნესი. ჩვენი გადაცემის პირველი ორი სტუმარი იქნება ორი მოდელი, სააგენტო ნატალის ასე ვთქვათ აღზრდილები, ნათია მაკაცარია და კრისტი ყიფშიძე, საღამოშობისას და დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისათვის. ცოტა არ იყოს ძნელია პრესო, შესანიშნავი სქესის ორი შესანიშნავი წარმომადგენელი, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ თქვენ საერთო ენას გამონახავთ ჩვენს პრეს-გუნდთან და მოგესალმებით ჩემო ჟურნალისტებო საღამოშობისას. რა კი გეტყვით, რომ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ შემოგვერთდება კიდევ ორი ქალბატონი, სამოდელო სააგენტო ამსას ხელმძღვანელი სოფო ჭყონია და სააგენტო იმიჯ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ეკა მეგრელიძე. მანამდე კი ტრადიციული პროლოგი პრესის ეთერში. 90-60-90. ეს საშვია სამოდელო ბიზნესში მოხვედრის მსურველთათვის. მის მფლობელს, როგორც წესი, პოდიუმზე დამკვიდრების მომხიბლელ პერსპექტივას უწინასწარმეტყველებენ ხოლმე. თუმცა იქ, სადაც ყველაზე სასიამოვნოდ, სწორად და ასევე ყველაზე მომგებიანი კუთხით შეიძლება ამ მონაცემების გამოყენება. ხსენებული პროპორციების აუცილებლობა სავსებით კარგავს აზრს, როდესაც მათი დემონსტრირების საშუალება უბრალოდ არ არსებობს. სოფლიო მოდის ინდუსტრიის ფონზე, იმ ინდუსტრიის, რომელსაც საზღვარგარეთ შოუ-ბიზნესის შემოსავლების მესამედზე მეტი ეკუთვნის, საქართველოს სამოდელო მცდელობები მხოლოდ შოუსთან კავშირში შეიძლება განიხილოს და ნაკლებად ბიზნესთან. სულ რაღაც 3 წლის წინ მოდელის პროფესია საქართველოში საკმაოდ პერსპექტიულ, მომავლის პროფესიად ითვლებოდა. ანუ გარკვეული საფუძველი ჰქონდა აზრს, რომ ბუნებისგან ბოძებულ მონაცემებს მომავალში მაღალფეხება ქართული ლამაზმანებიც ისევე გამოიყენებდნენ, როგორც თუნდაც მათი უცხოელი თანატოლები. არასაბედნიერო რეალობა. ცარიელი ქართული პოდიუმი, რომელსაც იშვიათად ავსებს სპონტანური პერიოდულობით გამართული ჩვენებები. ბევრად უფრო იშვიათად, ვიდრე თუნდაც შარშან და თუნდაც შარშანწე. ქართული მოდის ინდუსტრია კვლავაც ვერ შემდგარია. და რა ინდუსტრიაზე შეიძლება საუბარი, როდესაც არც ქართული სამოსის წარმოება არსებობს და ვერც ფაბრიკები იღწვიან ქართული პროდუქციის გამოსაშვებად. თითზე ჩამოსათვლელი ქართული დიზაინერების თუნდაც გულწრფელი ნაშრობის პოდიუმზე გატანას კი გულწრფელად მხოლოდ 30 მოდელიც ეყოფა. თუმცა ყველაფერ ამის სრულიად მიუხედავად, დღეს პატარა ქართულ ბაზარზე 10-მდე სამოდელო სააგენტო არსებობს. თავის აღმზრდელ აღსაზრდელ და არც ისე арасолидური რაოდენობით. Вообще, Грузия мала для такого бизнеса. Маленькая страна, это тебе не Россия, не Америка, не Европа. Ფაქტურად მე არ გამიკეთებია ჩვენება უკვე რამოდენიმე სეზონია საქართველოში, იმიტომ რომ არ მიიღირს რომ გავაკეთო და შესაბამისად მოდელებით ისეთი დატვირთულები არ არიან. დღესდღეობით რეკლამებიც შემცირდა, რეკლამის სახით გამოყენება. აღარ არის პერიოდი, როგორც იყო თქვა 3 წლის წინ, როცა უკვე დატვირთულები იყვნენ გოგონები და Этим мы только занимаемся, пока что выращиваем детей. Ამას ალბათ რა ვიცი, ძალიან დიდი დრო დაჭირდება, ალბათ ჩვენ ვერ მოვესწრებით, რომ ქართველი დიზაინერის, ქართული პროდუქცია ადამიანმა ჩაიცვას აი ისევე, როგორც თქვა იგივე იტალიელების ან ფრანგების. სანამ ქართველები ქართული სამოსით ინტენსიურად დაიწყებდნენ შემოსვას და პარალელურად მოდის ჩვენებებიც უფრო ლოგიკურ ფუნქციას შეიძენდნენ, პოტენციური მოდელები მზადების პროცედურას გადიან. ისინი არა მარტო პოდიუმზე სწორად სიარულს სწავლობენ. სამოდელო სააგენტოების უმრავლესობა იმის გარანტიას იძლევა, რომ მათი აღზრდილები ხათვით ცნობიერებულნი იქნებიან ხელოვნების ისტორიაში, გაერკვევიან ფსიქოლოგიის საფუძვლებშიც, შეძლებენ სწორად მეტყველებასაც და მსახიობის ოსტატობაშიც გაიწაფებიან. ისევ და ისევ ბაზარზე არასაკმარისი მოთხოვნილებების გამო ზოგიერთ სააგენტოს ურჩევნია პროფილიც გააფართოვოს. მხოლოდ მოდის სამყაროს ჩარჩოებში მოქცევა არც ისე მომხიბლო პერსპექტივას უსახავს ამ საქმიანობაში კარგად გარკვეულ პერსონებს. მოკლედ, სამოდელო სააგენტოები აქტიურად ცდილობენ იყვნენ კონკურენტუნარიანები და თუ უკვე ჩამოყალიბებული მოდელების დასაქმებას გასაგები მიზეზების გამო ვერ მოახერხებენ, ცდილობენ მოდელობის ოცნებით შეპყრობილი ახალგაზრდების მოზიდვა მაინც შეძლონ საკუთარ სტუდიებში.
В основном мы уже превратились в гувернанток, вот так будем называть. Вот то, что делали в свое время, допустим, я говорю, это во время вот 19 века, были же гувернантки. Вот то же самое мы делаем, преподаем все, что надо вообще для девиц. კარგ მანერებად თვისებული გოგონების შემდეგი და უფრო სერიოზული ნაბიჯები ერთდროულად ბევრ რამეზე ხდება დამოკიდებული. ბოლო დროს ყველაზე აქტიური მოთხოვნილება მათზე მუსიკალური ვიდეო პროდუქციის შემქმნელთა მხრიდან არსებობს. ქართველი მოდელები უფრო ინტენსიურად ქართველი მომღერლების კლიპებში დასეირნობენ ვიდრე პოდიუმზე. მოდელებს არც ისე ხელგაშლილად უხდიან სარეკლამო ფოტოებისა და რგოლების გადაღებისას. ზოგჯერ კი საერთოდაც ცდილობენ გვერდი აუარონ წესებს, რომლითაც სარეკლამო სახეს და იგივე მოდელთან საქმიანი ურთიერთობა განისაზღვრება. არ არის პროფესიონალურ დონეზე მუშაობა, რადგან ეს ჩვენი ბრალი არ არის. ეს არის თვითონ იმ დამკვეთების და იმ ფირმების ბრალი, რომლებიც ჩვენთან მოდიან, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის როგორ გითხრა, რახან არ არის კანონი. დიდად ვერც სასამართლოცითი დაემუქრები ვიღაცას და დიდად ვერც ვერაფრით, ხო? ამიტომაც არის რომ ისინი ხშირად კანონს ახტებიან და მე გამოვყოფდი აუცილებლად ფირმა კასტელს, რომელმაც ეხლა აბსოლუტურად იმის უფლების გარეშე ჩვენი ფოტოები მთელ ქალაქში ლაიტბოქსებზე გამოფინა, ხო? და ეგეთები ხდება ხშირად. აი ესეთ შემთხვევაში შენ ვერ იქნები შემოსავლიანი, იმიტომ რომ არიან ეგეთი ასე ვთქვათ თავხედი ფირმები, რომლებიც იქ რაღაცა კუსტარულად გაკეთებული რაღაცა კონტრაქტების საფუძველზე იღებენ და შენ ფოტოებს იყენებენ თავისი უზარმაზარი სარეკლამო კამპანიით. აი ესე გადაგიღებენ და შენ ერთი დღით ვითომ გამიშავეს, მაგრამ შემდეგ ისინი მთელი წლების მანძილზე იკეთებენ ამ შენი ფოტოებით რეკლამას და აი ესეთი მიდგომა რო არის საკითხთან, ხო? ნამდვილად ვერ იშოვი ვერც ფულს და საარსებო წყარო არ გექნება მოდელს საქართველოში. თუ მე არ მომეწონა, ვთქვათ, იმ კლიპის ან შინაარსი, ან თვითონ რეისი რეკლამაც არის პროდუქციას, ვთქვათ, მე არ ვცემ პატივს და არ მიღირს, იმიტომ რომ ჩვენ ასე ვთქვათ, იმ თანხიდან, რასაც მოდელებს უხდიან, ჩვენი სააგენტო არანაირ პროცენტს არ იტოვებს. ამიტომ ჯობია უფრო იმიჯზე, მე უფრო იმიჯზე ვზრუნავ, ვიდრე მოგებაზე. რაც შეეხება ზოგადად მოდელის პროფესიის არაზოგად ნიუანსებს. ეროვნულმა მენტალიტეტმა ნახევრად გადახარშ გადაამუშავა ქართველი ქალის სილუეტის არსებობა პოდიუმზე. თუმცა, როცა ეს სილუეტი თამამ თუ ნახევრად თამამ შტრიხებს ითხოვს, სარისკო ნაბიჯის გადადგმა მოდელებსაც უჭირთ და თავად დიზაინერებსაც. სურვილიც არ მაქვს მე საქართველოში ვაჩვენო აბსოლუტურად გამჭვირვალე მოდელი, იმიტომ რომ ამ ტანსაცმელს მე თბილისში ვერ გავყიდი. შესაბამისად არც მჭირდება გოგონა, რომელიც ამ მოდელს გამოიტანს. და ამ შემთხვევაში სხვათა შორის სხვადასხვა ანაზღაურებებია. ანუ გააჩნია, რას ჩაიცმევს მოდელი, დღევანდელი ანაზღაურებით, რასაც ქართველი მოდელები იღებენ, ძალიან რთულია. თქვათ, აჩვენო ის, რისი ჩვენებაც არ გინდა. ან შესაბამისად მოდელისგანაც მოდის უკურეაქცია და ის არ ატარებს იმას, რასაც ვერ მიხვდება ქართული მენტალიტეტის ადამიანი. ქართველი შემდგარი თუ ჯერ არ შემდგარი მოდელების ფარული თუ არაფარული ოცნება არაქართული სივრცე და მოდის ნამდვილი ინდუსტრიის შემადგენელ ნაწილად ყოფნა. კარგი კონტრაქტი პრესტიჟულ უცხოურ ფირმასთან. ეს იშვიათობაა, მაგრამ მსგავსი პრეცედენტები ქართული სამოდელო სააგენტოების პრაქტიკაშიც მოიძებნება. თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა გარკვეული მიზეზების გამო ქართულ სააგენტოებს მაინც скептикурად განაწყობს. Так просто посылать детей не стоит. Во-первых, менталитеты совершенно разные. Хо? Домашние и здешние. Ну, здесь надо там воспитывать, здесь подготовлять уже. И там должна быть большая спина, чтобы протолкнуть наших девочек. პირადად ჩემი გამოცდილებიდან, აი თვითონ უცხოელებსაც კი ნაკლებად აინტერესებთ, თქვათ საქართველოს იმ მხრივ, რომ ჩამოვიდნენ ახალი სახეების მოსაძებნად. მთელი რიგი საკითხების გამო. სწორედ მთელი რიგი საკითხების გამო დღეს ცნება ქართველი მოდელი უფრო მსუბუქი გატაცების სინონიმად აღიქმება, ვიდრე სერიოზული პროფესიის. სანამ ცარიელი იქნება პოდიუმი, ცარიელი იქნება მოდელების მოდური საფულეებიც. შედარებით დიდი საფულეების შიგთავსი კი არანაირად არ მიემართება ამ სფეროსკენ. ქვეყანაში მოდაში აღარ არის შოუ ბიზნესი. დავალოდოთ კვლავ როდის შემოვა მოდაში მოდა.
ესე მგონი სამოდელო ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოში პრესი კი არა დახმარება უფრო ესაჭიროებათ, თუმცა ამას ჩვენ რამდენიმე წუთში გავარკვევთ. მოკლედ ჩვენი დღევანდელი თემაა სამოდელო ბიზნესი და მე პოდიუმს კი არა და პრესის სტუდიას სიამოვნებით დავუთმობ ჩვენს ორივე ფლანგს და დავიწყოთ საუბარი პირველ კითხვას დასვამს ლალიფაცია. მიმართა კიდევ ერთხელ მინდა მოგესალმოთ. პროფესიონალები ხართ, პირველები ხართ და ძალიან გული მტკივა რომ ამ ეტაპზე გაჩერებულია პრაქტიკულად თქვენი სააგენტო და აი რომ შემოდიოდით, გაკვირდებოდით და საკმაოდ მოიმატეთ ზონაში. უსაქმურობისგან პრაქტიკულად გასუქთით. აი რა არის ამის მიზეზი? ამ ყველაფერს. არა, გასუქების არა. თქვენი უსაქმურობის. ზონა როგორ რაღაცაა, იცი, როგორც მოდელი ისე ნებისმიერი ადამიანი ხშირად იმატებს და ხშირად იკლებს. ასე რომ ზამთარი იყო, ცოტა ისეთი ზამთარი გადავაგორეთ და ხო და ზონა პრინციპში მე პირადად ზონის პრობლემას სულ მქონდა დატვირთული ვიყავი თუ არ ვიყავი დატვირთული, მაგრამ მე მივხვდი რომ როგორ გითხრა უნდა მიმიღონ ისეთი როგორიც ვარ, იმიტომ რომ მე უკვე მე არა ვარ დამწყები, ხო? მე რო ვიყო უცხოეთში და იქ რაღაცას ვცდილობდა, იქ მე ბევრი პრობლემა შემხვდა ამ ჩემი ზონის გამო. და ბევრიც ვეცადე რომ დამეკლო, კიდევაც დავიკელი, შვენიერ ფორმაში ჩავდექი, მაგრამ იმ სტანდარტებს მაინც ცოტა მაკლდა მაინც. და საქართველოში კიდე ხო, უკვე ჩვენზე უკვე რაღაცა გარკვეული ის არის, ხო? წარმოადგენენ რაღაც უკვე სახეები ვართ, ხო? უკვე ცნობილი სახეები ვართ და პრინციპში ვისაც ჩემთან მუშაობა უნდა კონკრეტულად ნათია მოხეცარიასთან, იგივე კრის ციყიფშიძესთან მუშაობა და არა რაღაც რიგით მოდელთან. ასე რომ ზონის პრობლემა ძალიან არ მაწყობს. თავარი პრინციპში ამ კითხვაში მართლაც ზონა არ იყოს, სხვა რაღაცას გულისხმობდი, ანუ იმდენად უსაქმურად ხართ მეთქი, რომ ზონაც კი მოგემატათ მეთქი, ამას გულისხმობდი და მიზეზი თქვენი უსაქმურობის, აი ეს იყო თავარი კითხვის არსი ძირითადად. მე არ ვიტყოდი რომ უსაქმურად ვარ. შორდა ყოველ შემთხვევაში ასეთი შეიძლება სააგენტოში საქმიანობა საქმეები, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ მონაწილეობას არც ერთ ჩვენებაში, მე როგორც მახსოვს, ბოლო ჩვენება დიდი იყო შემოდგომით ოქტომბერში ეს იყო ხო, სავაჭრო ცენტრში გამართული, სადაც მახსოვს თითოეულმა თქვენთანმა მიიღო მონაწილეობა. დაიკეტა მაკასათიანი და რა ვიცი. და ვინც მიზეზი კიდე იმათ გონიათ, რომ უცხოელ მოდელებთან უფრო მაგარი ამბავია რომ მუშაობენ. ანუ რა კეთდება თქვენ სააგენტოში უფრო ზუსტად რომ თქვათ ამიტომს? იცი რა კეთდება? ჯერ მარტო რო გითხრა მარტო ჩვენებები ხო არ არის არა მოდელის სამუშაო. ასევე არის იცი რა არის მარტო ჩვენებები არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში მუშაობ იმიტომ რომ შემდეგ წარმოადგინო ხო ეს შენი საქმე გამოჩნდეს პოდიუმზე, შენი საქმიანობა. არა მარტო პოდიუმზე, რატო მოდელებს სარეკლამო კამპანიებში არ იყენებენ? კი შეიძლება, მაგრამ რა ვიცი. პოდიუმი და ჩვენება მოდების არ არის ერთად. კარგი, რას აკეთებთ სააგენტოში? სააგენტოში გვაქვს ჯერთი შეიძლება ახლა მე ყველა რაღაც ღონისძიებაზე არ ჩამერ, მაგრამ ხშირად არის იმ ღონისძიებისათვის შესარჩევი კასტინგი, ხო? ასე რომ კასტინგები არის, იქ გვიწევს მისვლა კასტინგზე. ხშირად ფილმები, ხო? რა უამრავი რაღაც. აი, შესავალში ისეთი სურათი დაიხატა, რომ თითქოს აღარ ძღირს ამ ყველაფრის გაგრძელება. ყოველ შემთხვევაში ძალიან მძიმე და ისეთი ბალი, კონკრეტული კითხვა. ჩვენ რაღაც ისიც რა არის მიზეზი მე მაინტერესებს ამ ყველაფრის გაჩერების თითოეულს რა მიაჩნია. კითხვა იყო ეს ძირითადად ჩემ, რომელზეც პასპორტი პრაქტიკულად მდგომარეობა სამწუხაროდ. რა ვიცი, აი ეს ახალი თაობა რაღაც არ მოუხდა სამოდელო ბიზნესს. და გამოსავალი რაშია? გამოსავალი იმაშია, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ, როდის გაიხსნება, როდის ამოძრავდება და ჩვენ საკმაოდ კაი რესურსები გვაქვს, საქართველოს აქვს რესურსი იმისთვის, რომ და პოტენციალი რომ გააკეთოს სერიოზული ნორმალური ფაბრიკები, ფირმები, ეს როგორ გითხრათ, და ამისთვის პოტენციალი არსებობს, რომ მოდელები, სააგენტოები საკმაოდ მაღალ დონეზეა. ჩვენ უკვე 10 წელი არსებობს სააგენტო ნატალი და ჩვენ ხელოვნურად შექმნილი როგორც ახლა ხალბატონი ნამდვილად არაფრისგან ჰაერისგან შექმნა. მე ვიტყოდი შეიძლება ძალიან დიდი ნათქვამია, მაგრამ საქართველოში ეს მოდის იმპერია, რა ვიცი, აი
ჩემი აზრია და გეთახდები პირველები ხართ და თქვენ დავადეთ ხო არაფრისგან ნატამ აი ესეთი რაღაც გააკეთა და სამწუხაროდ დაიკეტა ყველაფერი დაიშალა მაკასათიანი იკივი რა ვიცი რამოდენიმე ისეთი ფირმა რაც არსებობდა და რაც ფუნქციონირებდა ავტოცქვიტინიძეს აღმოჩნდა რომ სურვილი არ აქვს ხო არ ვიცი რა ხდება ავტოსთან ჩვენ მაგასთან ისე ხშირად არ ურთიერთობთ მაგრამ მაკა იყო ერთ-ერთი ჩვენი როგორც თავად თქვა არ უღირს სხვათა შორის რაც უღირს ეხლა არ ვიცი ხავთ მაგრამ ჩვენც ვიყავით იქ fashion week-ზე მაგრამ იქ იყვნენ გოგოები რომლებიც რა ვიცი ეს ფაზზე თუ ვილაპარაკეთ $30 ღირს და ერთი გოგო ხო ერთი გასვლა და ავთომ მე წავიკითხე ინტერვიუში რომ თქვა რომ ღირს ძალიან ძვირად ღირებული მოდელები იყვნენ და მე ძალიან ძვირი გადავიხადე და მაკამ ჩაატარა 200 კაციანი კასტინგი და აი გვერდზე ვიჯექი და თქვა რომ ნუ მომკალი და არ მომწონსო. იმიტომ რომ თავისი აი ხასიათი ჭირდებოდა იმ ჩვენებისთვის. და მაინტერესებს კიდე ერთი მოკლე კითხვა, აი ვის რომელი დიზაინერის ჩვენებაში არ მიიღებთ მონაწილეობას? როგორ თუ არსებობს აი ესეთი, აი ასეთი. საქართველოში. თუ არსებობს ასეთი რაღაც. ეს სამსახური. ეს არის სამსახური, მაგრამ თუ ხდება რაღაცა ისეთი არასერიოზული, ანუ აი ბოლო დროს არის ესეთი საესტრადო ნომერად იქცა ეს ჩვენება და აი ძალიან სამწუხაროდ ჩვენ ესეთ ჩვენებებზე არ გამოვსულვართ. სადაც მღერიან, მე რაღაცა აი პაუზის დროს საჭიროა უცბად რაღაცა გავლა და აი ამისთვის იყენებენ გოგოებს. სამწუხაროდ აი ესეთ ჩვენებებზე არასდროს არ გავსულვართ, არ გამოვსულვართ. გასაგებად დიდი მადლობა. ლიზა. ლიზა ინტერნეტ რადიო სანიტი გოგოებო ძალიან მეცოდებით, ეხლა გული ამით შეხვდა სიუჟეტს რო უყურებდი, ხო? მთლიანად ვეთანხმები ერთი აი მაესტროს სიუჟეტს და მართლაც და მთლიანად შოუ ბიზნესი ჩაკვდა საქართველოში და სამოდელო ბიზნესიც. მე მახსენდება მაკასათიანის აი ესეთი ულამაზესი ჩვენება მარიოტში. მახსენდება ავტოცკვიტინიძის კოლექციის ჩვენება აჭარამიზი ხოლში და თამუნა ინგოროყვასი დალოდის და ასე შემდეგ. მე გადავხედე სიუჟეტებს, რომელიც რადიო ჯიზე იყო გამოქვეყნებული და აღმოვაჩინე, რომ ესე იგი, ნუ მაკასათიანმა სალონი დახურა და წავიდა მოსკოვში. დალოდი დაიხურა, მე მგონი დალოდი ისევ არ დახურა. დაიხურა იქ აღარ არის, არ ვიცი მაღაზია. მე სხვა სახელწოდება აქვს. გადაარქვეს სახელი. შეცვლილი თუ როგორ ფაქტია ეს აღარ არის, რაც იყო. აღარ არის მაშინ მახსოვს მეტექში ქონდათ ძალიან ლამაზი ჩვენება. მე მგონი თამუნა ინგოროყოს სალონიც იხურება. არ იხურებს. არ ვიცი, რაღაცა ისევ ქონდა გავუკრული გაკეში სალონს. ჩვენებები აღარ ტარდება, ანუ გამოდის რომ თქვენზე მოთხოვნა არ არის და მე მაინტერესებს მანეკენობა თქვენი პროფესიაა? არა. ვიცი რა პროფესია როგორ არ არის, იმიტომ რომ ეს არის რითაც სახელი გავიტყვი, ხო? მაგრამ ნუ მე აი ძირითადი საქმიანობა. არა, ძირითადი საქმიანობა, ნუ რა თქმა უნდა, მე სხვა მილიონი საქმე მაქვს, როგორც ყველა პროფესიის წარმომადგენელი. ანუ ეს არ არის ჩემი საარსებო წყარო და ვერც იქნება სანამ არ იქნება საქართველოში არსებული დიზაინერების მიერ შექმნილი ტანსაცმელზე მოთხოვნილება. იმიტომ რომ როგორ გითხრა, ეთყობა ვერ ყიდიან ტანსაცმელს და ამიტომ ვერ კერავენ. და ეთყობა ზარალი აქვს დიდი, ყველა აკეთებენ ამას. ხო, ნუ თქვენ ამ სავალალო სიტუაციას განიცდით და ძალიან ახლოს მოგაქვთ ხო გულთან, მე ამიტომ გამოვიტანე და თქვენ ალბათ ეს თქვენი პროფესია და თქვენ ამაზე გული გწყდებათ, ხო, რომ არა ეს. თქმა უნდა, გულდა საწყვეტია, იმიტომ რომ ვერ იხარჯები იმ საქმეში, რომელსაც ესე შეეჩვია და ესე გიყვარს. რომელიც მოგ. აი ესეთი შეკითხვა მაქვს ნათია კრისტინა ორივესთან. რამდენად ჩვენი მოდელები საერთოდ აი იმ სოფლიო სტანდარტებს შეესაბამებიან? იცით რა, ადრე იყო აი 80-იან წლებში იყო ეს დამკვიდრებული, რომ უნდა იყოს აუცილებლად მეტრა 80-ზე მეტი, ძალიან გამხდარი რაღაც საკირებს რო ეძახდნენ აი საიცევის ხო პერიოდში რო ამბობდნენ ვეშოკი, აი ეს პერიოდი იყო და მე წამოვიდა უფრო ინდივიდუალური ესეთი აი ეს ათეული ხო აი თუ გახსოვთ ყველას გახსოვს ლინდა სინდი კიდევ ვინ იყო ნაძა და აი ეს აი ამათა დაამკვიდრეს ის რომ მოდელი უნდა იყოს ინდივიდუალური და არა სხვა და ანუ ერთნაირი კი არა ერთფეროვნული უნდა იყოს სხვადასხვანაირი მე ისევ წამოვიდა ესეთი ბიზრიკი ხო რაღაც სახეები და ეხლა ისევ შემოდის აი ეს ჩვენ მაგას სააგენტოში ზუსტად აი ეს მომენტი გვაქვს რომ ყველა არის ინდივიდუალური ყველა არის
სხვადასხვანაირი განსხვავებული, მაგრამ ყველას აქვს აი ნატალის სტილი, მანერა. კარგი, მაშინ ასეთ კითხვას დაგისვამ. თქვენ გაქაჩავთ უცხოეთში რამე იყოს? აი შეძლებთ? მე მაგალითად არ მქონია სურვილი, შეიძლება კი მქონდა, მაგრამ საშუალება არ არის იმისთვის, რომ ჩახვიდე და იქ რამე გააკეთო, მაგრამ თუ იმის მიხედვით, მაგალითად თუ ვიმსჯელებთ, როგორი გახმაურება ჰქონდა და როგორი რეზონანსი ჰქონდა მოსკოვის Fashion Weeks, ჩორნი ბრილიანტი და მაგრამ არანაირი გაგრძელება არ მოყვა, ხო? იყო ის, რომ დარჩით აქ და გავაკეთოთ, მაგრამ იცით რა არის, იქ რო დავრჩე, ხა მე სხვა მომენტი მქონდა, მე ოჯახი და რაღაც, იმიტომ არ დავრჩი, მაგრამ იყო ძალიან ხშირად ესეთი და არიან კიდევაც ჩვენი გოგოები წასულები და უბრალოდ სამოდელო ბიზნესში არის უდიდესი კონკურენცია, იმიტომ რომ ძალიან ახლა რამე 5 მილიარდი მოსახლეობაა, ხო და დასაკმაოდ ბევრი ლამაზი გოგონაც არის და მე რათაც დენასაც ვიცი, ძალიან ძნელია აი ამ ბიზნესში არ დაიკარგო. დიდი ბედიში რომ გეტყვეტინებ, ხა რა ხდება? იმისათვის რომ შენ იყო შემჩნეული, უნდა მინიმუმ 2-3 წელი მაინც დაჰყო იმ ადგილას. სუ იქ უნდა ტრიალებდე, რომ შენ გიყურონ და მე მივხვდე, რომ შენ ძალიან მაგარი ხარ. და მაგისთვის ხო, ვიღაცა ადამიანმა, ვინც ამ საქმეში მართლა პროფესიონალია, უნდა მოკიდოს ხელი და როგორც ხდება დღეს ვინც შექმნილი მართლა შექმნილები არიან, რა ის მოვიდა და შეამჩნიეს და ის ღაპრები რო იქ ცეკვავდა და ვიღაცამ დაინახა. აი კლაუდია შიფერზე მე მახსოვს დისკოტეკაზე შეამჩნიესო და ეს მოხდა. იყო ეს პერიოდი. მე პრინციპში დიდად ეგეთი რაღაც ღაპრების არ მჯერა, იმიტომ რომ ისეთი დიდი კონკურენცია არის. წარმოიდგინე ულამაზესი მე სადაც ვიყავდი, ხო, მაგალითად, ბევრგან მინახია ულამაზესი გოგოები, მაგრამ აი ნიუ-იორკში რაღაც სოხოში იყო თავმოყრილი ეს წამყვანი სამოდელო სააგენტოები და ისეთი გოგოები დადიოდნენ, ისეთი გოგოები, რომ აი მართლა პირდაღებული უყურებდი, რომ მეთქი მე ვის რაში მჭირდები ხალხო შეხედეთ როგორი გოგოები არიან თქვა. იმიტომ რომ ისინი ჩამოდიან და ისინი მართლა თავს იკლავენ, ეს არის უზარმაზარი შრომა, ჯერ აი უნდა გქონდეს შრომის უნარიანობა, იმიტომ რომ მათ აქვთ დღეში ეს კასტინგები ყველა მის თქვა რა არის. კასტინგი აქვს დაახლოებით 5-6 და აი წარმოიდგინე, პირველიდან 5-მდე აქვს ერთი კასტინგი, 12-დან 4-მდე აქვს მეორე, იქ რაღაც 3-დან 4-მდე კიდე სადღაც უნდა მოასწროს შერბენა და ეს ხდება დაახლოებით აი რაღაც უზარმაზარი ტერიტორია, ფეხით უნდა გააგრო ეს საცობები, ეს ყველაფერი და გოგოები დარბიან ესე ბოტესებს ამოიღებენ, ამოიცმევენ, შევლენ უკვე ქუსლებზე რაღაც ჩაიცმევენ, ისეთი შრომატევადი საქმეა, რომ მართლა ძალიან დიდი ენერგია უნდა. ეს პირველი. მეორე გჭირდება მართლა ბევრი ფული იმისათვის, რომ შენ თავიდან არ გაქვს შემოსავალი და უნდა იყო იმედით, რომ მე რაღაცა გამომივა. და 2-3 წელი რომ იცხოვრო ისეთ ძვირიან ქალაქში, როგორიც არის ნიუ-იორკი, პარიზი, ლონდონი, ხო? მართლა გჭირდება რაღაც სახსრები. მესამე არის ის, რომ უნდა აღმოჩნდე საჭირო დროს, საჭირო ადგილას. ხო? ეს უკვე გამართლების ამბავია. და ყველას არ უმართლებს. რა ხა მე პირადად კი არიან ტოპ მოდელები, რომლებიც მართლა ძალიან მომწონს, მაგრამ არიან რომ მართლა არ მესმის რა უნდათ მაგათ, აი ესე ყურადღების ცენტრში რო არიან, ხო? და ამიტომ აი არსებობენ ადამიანები, ვინც მართლა იციან ზუსტად, რომ აი ეს გოგო გახდება ვარსკვლავი. ისეთი ადამიანები ქართველიც არის ერთ-ერთი გია ჯიქიძე ქვია, რომელიც აი ნატაშა ვაძიანოვა და კიდე ესეთი ცნობილი ტოპ მოდელები მან შექმნა. ანუ მას ყავს აგენტები დადიან, ეძებენ, იპოვიან და მე ეს ადამიანი დებს ფულს. მაგრამ ეს ადამიანი არ ჩადებს ქართველში ფულს, იმიტომ რომ იმ ბაზარზე ქართველის სახე არ არის აპრობირებული. ანუ არ იციან ჩვენი სახე როგორ იმუშავებს იქ. იქ არის ძალიან შემოსული ბრაზილიური სახეები ეს გოგოები, ნუ რუსული და ეს სლავენსკიელიცა ეს ხომ მართლა უკვე გადათელილია, მაგრამ მაინც იგივე, იმიტომ რომ არ დებენ ფულს, რა იციან, რაც ამართლებს, იციან და ამიტომ დებენ აი მაშინ მართლა კოლოსალურ ხერხებს. ბილეთი, ჩაცმა და ბრაზილიურთან რაღაც ახლოს ვარ მე მგონია რა. არავითარ შემთხვევაში. იმაგეთ უფრო დაწყობილი სახეები. აღმოსავლეთ ყველანაირი სადეს, მაგრამ კავკასიაში ჯერ არ ჩამოსულა. ამიტომ რომ არ არის რა, მართლა როგორ გითხრა, არ უცდიათ ჯერ რა, ქართველი სახე არ არის. ლიზა დაგაკმაყოფილა პასუხმა მე მგონი, ხო? კი ბატონო. ვინი შემდეგი? მოგესალმებით ყველას, ვინ ტელეკომპანიებზე ანონსები. ერთი დასკვნა გამოვიტანე ამ ბოლო პერიოდში, საერთოდ რევოლუციის შემდეგ, ყველა ნებისმიერი შოუ-ბიზნეს ნებისმიერი განხრის წარმომადგენელი აღიარებს იმას, რომ
ეს სფერო არ ჭირდება, მთავრობას არ ჭირდება. საერთოდ ესე დასკვნა გამოვიტანეთ ყველა ბევრმა, რომ საერთოდ არ ჭირდება ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას, არა გართობა. არადა ერთობია. ალბათ თვითონ ახალგაზრდები მოვიდნენ. ახალი ხელისუფლება. თვითონ ერთობია. რაგიტომაც არის მე სიჭაღარავებენ რომ ვითომ ვინი კითხვა რაში მდგომარეობს? ნათიას დაუსვა. კითხვა სიუჟეტთან გამომდინარე, რომელიც ეხებოდა კასტელთან კონფლიქტს. მე ვიცი რომ ეს სურათები გადაიღო ირმა შარიქაძემ. მართალი. და ერთი კონკრეტული კითხვა. პირადად შენ მოაწერე კონტრაქტს ხელი კასტელთან? არა. და აი რასაპირებ აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ამის შემდეგ მე მგონი კონკრეტულად კასტელზე ლაპარაკი, რომ აი კასტელი რაღაც, მე მგონი უფრო ირმასთან არის საჭირო, ხომ? საქმის გარკვევა ან ერთად. როგორი სიტუაციაა? მოდი, ნაჩა, თავდაპირველად დავხსნათ ვინ არის ირმა შარიქაძე, რადგან შესაძლოა მაყურებელისთვის ეს სახელი აბსოლუტურად უცნობი იყო. ირმა შარიქაძე არის ფოტოგრაფი, სამოდელო ფოტოგრაფი ძირითადად. ეხლა რა ხდება, იცი რომ მაგათმა გააკეთეს რაღაც სარეკლამო კამპანია, ეს უნდა ყოფილიყო კონკრეტული რაღაცა ერთი დღის. მე ისიც ვიცი რომ ირმამ მოაწერა. კი, ირმამ ნამდვილად მოაწერა ხელი და ირმას არ უნდა მოეწერა ხელი ჩვენს მაგივრად, ეგ რა თქმა უნდა ფაქტია. მაგრამ მე თუ კი რამეს დავაპირებ და თუ ეს იქნება სასამართლოს გზით, ხო? მე არ მაინტერესებს იქ ვინ რას მოაწერა ხელი, მე ვხედავ სურათს, რომელსაც წერია კასტელი. მორჩა. და მე ავდგები და იმას უჩივლებ, ვინც ჩემი ფოტო გამოიყენა ჩემი თანხმობის გარეშე. ასევე ნამდვილად არ აწყობთ, მე დარწმუნებული ვარ, მაგათ შავი ფიარი, რაც მართლა მე უფლება მაქვს, იმიტომ რომ როგორ გითხრა, როგორ მე ვიმუშავა რაღაცა ერთი დღისთვის და მე მაგათმა მართლა ბოროტად გამოიყენან ის, რომ ჩვენ მათ მივენდეთ, რომ ჩვენ მათ არ მოვთხოვეთ კონტრაქტები, რადგან მათ ეჩქარებოდათ თბილისობის დღესასწაულისთვის უნდათ რომ მოეწყოთ დაემთხვიათ ეს პრეზენტაცია ლუდისა, რომელსაც ქვია 33 ექსპერტი. ხო და ჩვენი ეს კეთილგანწყობა და ეს მეგობრული დამოკიდებულება, ეს ქართველი ხო ყველა ერთმანეთს თქვენ არ იცოდით რომ ეს შემდეგ ბილბორდების სახით გამოჩნდება. ასაპარაკობ არ ვიცოდით, არანაირად არ ვიცოდით. მაგაზე ერთი სიტყვა არ თქმულა, მაგრამ მათ გამოიყენეს ასე ბოროტად ჩვენი კეთილგანწყობა და ჩვენ არ ვაპირებთ რომ კონკრეტულად აი რას აპირებთ? თუ არ აპირებთ შეჩერებას კონკრეტული იცი რა არის, მე ჩემი პირადად ჩემგან ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ეს სააგენტოა და სააგენტო და კი, მაგრამ ამ შემთხვევაში შენ პირადად შეაფასე სიუჟეტში. იცი რა, მე მომეცე საშუალება რომ შემოფასებინა ეს და მე მომეცე საშუალება რომ ჩემი სურათი არის იმაზე, მაგრამ თუ კი რაიმე მოხდება მასშტაბური, ეს მოხდება სააგენტოს სახელით და არა ნათია მოკაცერიას სახელით, ესე რომ მე ამაზე ვერ ვილაპარაკებ. ნანა რაღაცის დამატება კიდევ. ნანა არჩაძე, ჟურნალი ელიტარული ქრონიკა, გამარჯობათ. იცით რა არის, მე როგორც ვიცი ამ 33 ექსპორტთან დაკავშირებით, ხა ცხადია სისულელია იმაზე ლაპარაკი, რომ ერთდღიანი სარეკლამო ესეთი აქცია უნდა გამოვთვალოთ მანთაშოვის ქუჩაზე რო იყო, თუ არ ვცდები, ხო? ეს აქცია, მაგრამ მე ვიცი ამით დაიწყო უბრალოდ სარეკლამო კამპანია და თუ არ იცოდით რომ ეს ბილბორდები, მე თუ ვიცოდი რომ ბილბორდები უნდა გამოჩენილიყო ქალაქში, თქვენ ამ საქმის კურსში არ საჭირო იყო იმას დაუმალეს. ხო, ანუ ეს ცხადი იყო, ანუ ეს ითქვა რომ ის ფოტოსესია რაც გაკეთდა სავაჭრო ცენტრში, ხო, და სხვა ადგილებში ირმა შარიქაძემ რაც გააკეთა, ესენი ბილბორდები იყო დასაწყისი, მოეწყო პრეზენტაცია და მერე უნდა გასულიყო ბილბორდები. თქვენ ეს ზუსტად არ იცოდით? ზუსტად არ ვიცოდით, კი არა, არაფერი არ ვიცოდით ამის შესახებ, იმიტომ რომ ეს კეთდებოდა ერთი დღისთვის, რომელიც იყო მართლა ძალიან დიდი აჟიოტაჟით გაკეთებული და უნდა მართლა ფურორი ყოფილიყო რა. იმიტომ რომ უნდა დადგმულიყო შოუ, რაშიც ჩვენ მოგმონა. იქ ქრისტინე იმედაძეც იყო, იქ ეგ გასაგებია, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო შოუ, სადაც ვიმონაწილეებდით ჩვენ, ნატალის მოდელები, ვინც ფოტოებზე ვიყავით კონკრეტულად. ანუ ეს ფოტო გადაღებებიდან რამოდენიმე დღეში უნდა ყოფილიყო ეს შოუ. და ფაქტიურად იმ შოუზეც გვითხრეს, რომ აღარ გვინდაო თქვენი მონაწილეობა, იმიტომ რომ მაგ შოუზე რომ მივსულიყავით ჩვენ რეალურად, უკვე მართლა კონტრაქტის გაფორმებაზე მიდგებოდა საკითხი. მაგრამ რახან მაგათ ეს არ აწყობდათ, ამიტომ საერთოდ ადგნენ და უკვე შეთქვათ ჟარგონულად მოხდა.
ჩვენ შოუზე არ ყოფილვართ. ჩვენ შოუზე დაგვპატიჟეს, მოგძანდით, მაგრამ ჩვენ გვემუშავა ერთი დღე ფოტოგადაღებაზე და ერთი დღე შოუზე. ეს იყო ორდღიანი მოკლედ უხეშად რო ვთქვა გადაგაგდეს, ხო, ესე ვთქვა. რამდენ ხშირად ხდება ქართულ სამოდელო? და უკაცრავად გაგაწყვეტინებ ამ კითხვაზე, შემდეგ რეკლამის შემდეგ გავცემთ პასუხს, გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ კიდევ ორი სტუმარი შემოგვიერთდება. ასე გრძელდება talk-show press-press-ი, ჩვენი დღევანდელი თემაა სამოდელო ბიზნესი და ჩვენ შემოგვიერთდა კიდევ ორი სტუმარი, წარმოგიდგენთ მათ. ესენი არიან სამოდელო სააგენტო AMSA-ს ხელმძღვანელი სოფრო ჭყონია და სააგენტო image ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ეკა მეგრელიძე. მოგესალმებით და დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის და გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. დავამთავრებ ხო კითხვას. ანუ რამდენად ხშირად ხდება ქართულ სამოდელო სივრცეში ალბათ ესე გადაგდება, როგორც ძალიან ესეთი ცნება თქვენს თავზე თუ გამოგიცდიათ გავსი რამ დიზაინერების მხრიდან, ორგანიზატორების მხრიდან და ასე შემდეგ. რამდენად ხშირად ხდება ასეთი რამ? ჩემ შემთხვევაში არ ყოფილა. თითქმის არ ხდება. ისე ხდება, თუ აი ნამდვილად თუ უჭირს და არასდროს მე არ ვილაპარაკებ ფულზე და დიდი სიამოვნებით გამოვალ და დავეხმარები აქეთ და ჩვენ რაღაც სხვა ურთიერთობა გვაქვს, იმდენად რაღაც მეგობრობ და კაი ურთიერთობა გვაქვს. და ჰონორარი როგორ განისაზღვრება? თუ შეგიძლიათ დაახლოებით თქვათ რაღაც ისეთი ნიხრი რაღაც თანხების, ანუ რაში ზოგადად ამ კონკრეტულად თქვენ არა, იქ თბილისში პოდიუმზე გასვლა თქვათ სარეკლამო კლიპში მონაწილეობა, იქ ბილბორდებს სურათება, ეს რა ჯდება საერთოდ? მოდელები ამაში რა სიტყვა? კონკრეტად, მაგრამ გეტყვით, რომ სხვადასხვანაირი პრაისი, იმიტომ რომ აი ზუსტად ამ შემთხვევაში იყო კასტელის ის შემთხვევა, რომ გადაიღეს მხოლოდ ერთი დღე, ანუ გადაუხადეს ერთი დღის ფული. მე უნდა დათეს პრეზენტაცია და რომ მოსთხოვა ნატამ, რომ უკვე რა თქმა უნდა მეორე დღის ანაზღაურება უნდა გადაიხადათ. იმიტომ უთხრეს უარი, იმიტომ რომ დაენარათ აღარ მოუნდათ ის ფული და აი ესე გამოიყენეს, იმიტომ რომ ლაიტბოქსისთვის, ბილბორდისთვის სულ სხვა თანხა და სხვა ისილია დაწესებული. არა და თან როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში ესეა, რომ ყველას თავისი პრაისი აქვს. ხა თქვენ კრისტი და ვიღაც დამწყები მოდელი, ნუ ვიღაც არა შევშვენიანი გოგო, მაგრამ ნუ არ არის ერთი და იგივე პრაისი რა. განსხვავდება. გასაგებია. შემდეგ კითხვა. და იმედობთ ინტერნეტ რადიოს ახლა შემოერთებულ სტუმრებთან ერთად. არა, ჯერ გოგოებთან მაკითხვა და მინდა მაინტერესებს კრისტიმ თქვა, რომ თუნდაც ავთო თვითონაც თქვა, რომ არ მიიღირსა საქართველოში გაკეთება ჩვენების, რას ქვია არ მიიღირს? არ უღირს იმიტომ, რომ თქვენ ძვირს ითხოვთ თუ არ უღირს რატო? თუ უღირს რუსეთში, რუს გოგოებთან. ალბათ აღარ ეყიდება ეს ტრანსაქცია, რა ვიცი, იმიტომ არ უღირს. მე მგონი თვითონაც არ იცის რას იზარს. არა, უნდა ალბათ კი ძალიან კარგია რომ გადის საზღვარგარეთ და იქ გაიყიდება და მე ძალიან ვიამაყებ რომ ავთო გახდა ცნობილი, მაგრამ რაღაც ეს პატრიოტიზმის გრძნობა გაქრა და აღარ უნდა და არავინ არ არის. მარტო ავთოთ ხო არ შემოიფარგლება, არიან სხვა დიზაინერები და ისინი რატო არ აკეთებენ ამ ჩვენებს? იქნებ თქვენ გახდით ნაკლებ საინტერესო. რატო? თუ როგორ არ ან თქვენ იმდენ უკეთესი თაობა მოდის, მინდა გითხრათ არა, ნატალის ანუ იქნებ ისე თანხას ითხოვთ, რომელსაც ვერ იხდია ფიზიკურად. არა. იცი რა, იმაზე ბევრად ნაკლებს ვითხოვთ, ვიდრე შეუძლიათ რომ გადაიხადონ $20 ნაკლებს. ვერ წარმოიდგენთ. უკაცრავად სამ ეხა მე ვერ დავაკონკრეტებ იმ თანხას, რაც გადაუხადეს სამ მოდელს სააგენტო ნატალიდან, კასტერის ფირმამ და გამოიყენა ლაიტბოქსისთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო აი რა ვიცი, რაღაცა კაპლებ მორე ხო, რაც გადაუხადეს იმისთვის, აი რაც თვითონ არის, თვითონ ფირმა კასტელი წარმოადგენს და რა ბიუჯეტიც აქვს, იმისთვის იყო სასაცილო თანხა, იმიტომ ვართ ესეთი გაბრაზებულები კასტელზე, რომ გამოიყენეს ლაიტბოქსი. თან ახლა მაგაზეც არ არის, იცი რა, აკეთებენ ეს დიზაინერები, არიან 2 თუ 3 და ხა 2 და 3 დიზაინერი რომ შემოდგომ მოზამთრის და გაზაფხულის კოლექციას გააკეთებს, წელიწადში გამოვა რამდენი? ხო და 5, 6 და 10 ჩვენება ის ძალიან ცოტაა, ასე რომ შეგაფას წინასწარ ითხოვთ ხოლმე? თუ როგორ არის გადაგდებებიდან გამომდინარე მაინტერესებს. იცი რა არის, მართლა ჩვენეთის ახლობელი ვართ და მართლა ჩვენ პრაქტიკაში არ ყოფილა არანაირი გადაგდება. იმიტომ რომ ყოველთვის ხელს უმართავთ, მართლა ხელს უმართავთ, იმიტომ რომ არიან აი მოდიან და გვეუბნებიან რომ მე მინდა ესე გავაკეთო, მაგრამ არ მაქვს ფული.
სულ გვინდა რომ დავეხმაროთ და ყოველთვის მართლა კეთილგანწყობილებად რაც მეტი დიზაინერი შემოვა და მე მომძლავრდება ეს ჩვენთვისაც მეტი სამუშაოა და რა თქმა უნდა მეტი იქნება ხო ბაზარი უფრო გაფართოვდება და გადაგდების მომენტი მართლა არ ყოფილა რა ეხლა მართლა შოკირებულები ვართ ამათ ეს რა გააკეთეს გასაგებია შემდეგი კითხვა იავებუა ახალი ვერსია მე მაქვს ესეთი კითხვა სხვა ქვეყნებში სამოდელო ბიზნესთან მიმართებაში არსებობს ესეთი ტენდენცია როდესაც მაგალითად რომელიმე მსხვილი კომპანია აკეთებს პრეზენტაციას ან აქვს რაღაც მიღება ისინი უხეშად რო ვთქვათ ქირაობენ მოდელებს სხვა სააგენტოებისგან მხოლოდ იმიტომ რომ მათ ეს წვეულება თუ ეს მიღება გაალამაზონ მსგავსი ტენდენცია თუ არის ჩვენთან ნუ ეს კითხვა ალბათ ნათიას და კრისტის ნაკლებად ეხებათ ისინი იმდენად ცნობილი სახეები არიან რომ მათი გამოჩენა მსგავს თავყურობაზე ცოტა უხერხული იქნება ქალტონეკასთან და სოფოსთან მაქვს ეს კითხვა შეიძლება თქვენთან თუ ყოფილა ესეთი პრეცედენტი რომ გოგონები უქირავებიათ ნუ უქირაობა რა თქმა უნდა უხეშად ჟღერს იმიტომ რომ გაელამაზებინათ საღამო ქალტონეკას გაგანაცხადეთ კი ბატონო ეგეთი პრაქტიკა მართალი გითხრათ ჩვენთან არ ყოფილა რომ რაღაც საღამოს გასალამაზებლად ყოფილობდეთ შეიძლება რაღაც საღამოზე დაუპატიჟებივართ ხა ჩვენთან ჩვენი ხელმძღვანელობა და ხა ჩვენთან რაღაც სახეები ჩვენთან ცნობილი სახელები მის საქართველოს იქნება და დანარჩენი გოგონები დაუპატიჟებივართ ესე რომ ქირაობა არ ყოფილა აი ამ შემთხვევაში თინდაც მის საქართველოს აი სხვა გოგონები რა ფუნქციას ასრულებენ ხოლმე ასეთ შეკრებაზე ალბათ როგორც ყველა დაპატიჟებული სტუმარი სტუმრის სტატუსით სტუმრის სტატუსით უფრო მეტად ესეთ შემთხვევებში სოფლოს ну პრაქტიკაში ყოფილა შემოთავაზება ყოფილა რამოდენიმეჯერ მაგრამ ჩვენ უარი გვითქვამს იმის გამო რომ უბრალოდ ის დამკვეთი რომელიც მოსულა იგრძნობოდა რომ სულ რაღაც წარმოდგენა არ ქონდა თუ რა არის ეს საერთოდ რომ მოდელი მიიწვიო რაღაც პრეზენტაციაზე ხო ამიტომ რო გითხრათ რომ ამაზე ჩვენ თანხმდებით არ არის არ თანხმდება სააგენტო ანუ თქვენ ამ შემთხვევაში თუ გოგონები თვითონ სააგენტო არ თანხმდება და იმ შემთხვევაში თუ კი გოგონები გამოთქვამენ ამის სრულს იმიტომ რომ ასეთ დროს ძალიან კარგად იხდიან ხოლმე დამკვეთები როგორც წესი იცით რა არის ეგეთი საღამო მე მგონი ჯერ არ მოწყობილა რომ კარგად გადაუხადო გოგონას და ოღონდ შენიყავი ჩემთან დღეს ამ საღამოს და მე შენ მოგცემ იმის რომ აიწყო ცხოვრება ეგეთი რამე არ ყოფილა ჯერ და მე მაგალითად ვერ გეტყვით ვინ არის ახლა ეგეთი მოდელი რომ ეგეთი საღამოზე მიიყვანო როგორც ვთქვათ ვინმე ნებისმიერ მსოფლიოს სხვა ქვეყანაში ვინმე ესეთი ცნობილი სახე ნუ პრესტიჟულია არ ცნობილ სახეზე ამ შემთხვევაში ნაკლებად მაგრამ ჩვენთან არ არის ეს პრაქტიკაში იმიტომ რომ ცოტა ჩვენთან ცნობილ სახეზე ნაკლებად კეთდება აქცენტი ასეთ შემთხვევაში მე იმიტომაც ვთქვი რომ კრისტის და ნათიას ნაკლებად ეხება იქ უბრალოდ თავარია იყოს ლამაზი ტანაძი კარგად ესვა სიარული შეეძლოს ხალხში რომ გაიკვლიოს ხოლმე რომ შამპანიური არ დაესხას იცით რა არის საქართველოს თბილისში რა საღამოებიც ეწყობა ეხა მე რასაც ვაკვირდები თითქმის ყველა ეწყობა რაღაც ძალიან მინიმალურ თანხებში ამიტომ იქ უკვე ის რომ ზედმეტად მოიყვანონ მოდელი და პლუს კიდე გადაუხადონ ეგეთი რამე არ ხდება. ამიტომ პრაქტიკაშიც არ არის ეს, იმიტომ რომ ახლა საზღვარგარეთ არის ეგეთი სააგენტოები, რომელიც კონკრეტულად აი ამ თემას ემსახურებიან. და როდესაც ცნობილ სამოდელო სააგენტოსთან მიდიან, ის უკვე ძვირია, ფასით ძვირია და თანხმდებიან ისინი, ეს არაფერი სამარცხვინო ამაში არ არის. უბრალოდ ჩვენთან არ ეწყობა ეგეთი საღამოები. გასაგებია შეკითხვა და პასუხის გასაგებია შემდეგ კითხვა ლიზა მე მაქვს შეკითხვა ქალბატონ ეკასთან იმიტომ რომ იმიჯ ცენტრი შეიძლება ითქვას ყველაზე ესეთი კარგად გარეკლამირებული სააგენტოა აქვს სახელი და სხვათა შორის მე ალბათ თელმა საქართველოს უნდა გადაუხადოს იმიჯ ცენტრის მადლობა მხოლოდ იმისთვის რომ არსებობს ვის საქართველოს და ეს არის ერთადერთი სააგენტო რომელიც შემდეგ აგზავნის ამ კონკურსანტებს სხვადასხვა საერთაშორისო სილამაზის კონკურსებში. ვინ აგზავნის კიდე? ნუ მე ვიცი რომ იმიჯ ცენტრი ნამდვილად აგზავნის მის მსოფლიოზე და მე მგონი მის სამყაროზეც უნდა გაეგზავნა, არ ვიცი რა. არა, იყო სამყაროზე, მუთაზაშვილი იყო სამყაროზე და ეხლა მიდის მეორე ადგილზე ვინც გავიდა. ხო, აი მე ორი შეკითხვა მაქვს. პირველი შეკითხვა ეხება სილამაზის კონკურსს. იცით რა ის თვითონ სააგენტომ ხო სამოდელო სააგენტო უნდა გაუკეთოს ქალის სილამაზის პოპულარიზაცია. მithumedes თითქოს და ისეთ ქვეყანაში, სადაც ქალი მართლაც და ქალს უდიდეს პატივს ცემენ, ხო, ეს სიმღერებში თუ სადღეგრძელებში ყველგან გამოიხატება. ქართველი მამაკაცები ნამდვილად
ხშირად გამოხატავენ მანდილოსნის მიმართ სიყვარულს და ასე შემდეგ, ხო? და ამავდროულად მე ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენ და იაკ კიცვანიშვილს, ხო, გენერალ დირექტორს, აქვს უდიდესი პრობლემა აი კასტინგების დროს, როდესაც ხდება ეს შესარჩევი ტურები მის საქართველოსზე. თქვენ თვითონ გიწევთ სიარული რეგიონებში, ხო? ეს არის აჭარა თუ სამეგრელო და ივერიაში და მეც გეტყვით, კი არ გეხმარებიან, უფრო გიშლიან, მე მგონი. აი, მე ვიცი, რომ ეს იყო ინციდენტი 2003 წლის მის საქართველოს შესარჩევ ტურებზე, ქუთაისის მერიამ უარი გააცხადა. აი, რატო ხდება ეს? რატო ვერ ხდება სილამაზის პოპულარიზაცია და სამოდელო ბიზნესის პოპულარიზაცია საქართველოში? რატო არ უნდათ თუ ეშინიათ, რომ იქ კუპანიკებში უნდა გაიარონ ბიკინებში და ასე შემდეგ. რა ხდება? გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ არის ისეთი რაღაცა, რომ ჩვენ თუ გინდა ქუთაისის ვარიანტი, რომ ვთქვათ, რომ ჩავ. აი რა მოხდა, რითი დაგისაბუთეთ აი ქუთაისის ფინანსების უქონლობის გამო. ჩვენ უბრალოდ იქ ერთადერთი მოვითხოვთ, რომ რაღაც დარბაზი გამოეყოთ ჩვენთვის, არავითარი ფინანსები. ერთი ადამიანი დაგხმარებოდა, იმიტომ რომ თბილისიდან რა თქმა უნდა, გოგოებს რეგისტრაციას ვერ გაუკეთებდით. ერთი ადამიანი მერიას გამოეყო და რაღაც 2 კაპიკი გადაეხადა, რა თქმა უნდა, თავის თანამშრომელი რაღაც ისეთი ყოფილიყო და ფაქტობრივად აი ეს მიზერული ფინანსებიც ვერ გამოყოს და ჩვენ ამას ვერ გაუკეთებთ ორგანიზებას, რომ ჩვენ ჩავსულიყავთ და მე დარბაზში უბრალოდ ელემენტარული ხასნინგი ჩაგვეტარებინა და აგვერჩია შესაბამისი გოგოები. და საერთოდ აქვთ ქართველ გოგონებს თვითონ აქვთ ეს სურვილი, რომ გამოვიდნენ ამ კონკურსებზე. იქნება ამ კონკურსებს შემდეგ არ აქვთ ისეთი უკვე დაფასება, რა ვიცი, ეს შეიძლება ეს მატერიალური საკითხია უფრო, ანუ მეტი საჩუქარია საჭირო, არ ვიცი, დაინტერესება ახლა. ან თუმცა მეტი საჩუქარი აღადგინა, მიდიხარ აგერ სოფლიოს. არა, ერთ ვიტყოდი, რომ გარდა იმისა, რომ მიდიხარ მართლა სოფლიო დონის კონკურსზე, მინახულობ ქვეყანას, ერთით ვეცხოვრობ საუკეთესო სასტუმროში და პირობებში ფანტასტიკურში. გარდა ამისა, მე ვთვლი, რომ მის საქართველოს მარც ერთმა და არც მეორემ არანაკლები საჩუქარი მიიღო და მე მგონი საქართველოში უბრალოდ ბინას და მანქანას არავის არ ჩუქნიან. მაგრამ მაშინ რატო ხდება ეს, რომ აი აშკარად რაღაც დაბრკოლება აი ამ შესარჩევი ტურების დროს. მეტყვი ალბათ როგორც ჭორები დადის და ალბათ თქვენამდეც იქნება ეგ ჭორები მოსული, რომ ყველას რატომღაც მაინც ბოლომდე არ შეერა, რომ ეს არის რეალურად და ეს არის ნამდვილად ჩატარებული და აქ არანაირი ჩაწყობა არ ხდება და ხდება ნამდვილად სილამაზის არჩევა. ხო, მაგრამ აი როდესაც თქვენ მიდიხართ, ხო, აი გოგონებამდე თქვენ თვითონ მიდიხართ და ეუბნებით, რომ აი გამოდით, მიიღეთ მონაწილეობა. მე იცით რატო გეკითხებით ამას, აი როდესაც შარშან ჩატარდა ხო 2000 წლის კონკურსი, რატომღაც საზოგადოებამ შეაფასეს, რომ აი მე ნუ ეს რა უცეული იყო და იქ ხოლამაზი გოგოები არ იყვნენ საერთოდ და აი ვისგან უნდა ერჩია და ასე შემდეგ. შეიძლება იმ უცეულში, იმიტომ ვერ მოხდნენ ეს ლამაზი გოგონები, რომ ლამაზი გოგონები იჯდნენ სახლში და იძახოდნენ, აი მეტი საქმე არ მაქვს, ეხლა მე იქ ბიკინებში ვიარო პოდიუმზე. იქნება აი ეს მენტალიტეტია გასატეხი. აი მე რატო მე პირიქით ძალიან მადლიერი ვარ იმიჯ ცენტრისა, თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ეს სანახაობა, ხო? შეიძლება ძალიან ღარიბი შოუ ბიზნესი გვაქვს, ხო, სანახაობებზე და თქვენ ამ შოუს გჩუქნით, ხო? ამისთვის თქვენ დიდი მადლობა. მაგრამ აი მართლაც რატო ხდება, რამდენ ლამაზ გოგოს ვიცნობ მე და ალბათ უამრავი ადამიანი და რომ ვეკითხე, რატო არ მიდიხარ რომ მოიცა რა და რაღაც აი ეს რატო? ხო, ალბათ ისე მენტალიტეტი ქართული, რომ რაღაცომღაც ახლა ან მამები ან ძმები ან რაღაცა უშლიან სწორედ რაღაც თქვენ კუპანიკში გამოსვლას და უბრალოდ რატომღაც ვაგის ის არის შიში გამოსვლის, რომ აი მე რამე არ თქვენ ცუდად. მე ამაში ცუდი არაფერი არ მეჩნია, ვისაც უნდოდა და მიიღო მონაწილეობა, ძალიან მადლიერი ვარ იმ გოგოების და მე იმედი მაქვს, რომ ნელა-ნელა ეს კომპლექსია თუ მენტალიტეტის ბრალია თუ უბრალოდ არა წმენის ბრალი არის, რომ არ შეერათ ჩვენი, მაგასაც ეგეც გამოსწორდება, დაგვიჯერებენ და უფრო მეტად მოვლენ და უფრო კარგი გოგოები მიიღებენ მოწელს მიუხედავად იმისა, რომ მე არ ჩაშანდა არც წელს, არ ვიტყოდი, რომ ცუდმა გოგოებმა მიიღეს, ძალიან კარგი გოგოები იყვნენ სულ ყველა. და ესეთი პატარა მოკლე შეკითხვა, ახლა მე ვიცი, რომ თქვენ გინდათ ამ თემის გაგრძელება. მართალია, რომ ირინა უნაშვილი წამოვიდა იმიჯ ცენტრიდან და გადავიდა ნატალიში. ეს ირინას არჩევანი იყო, მე არ ვიცი მართალი გითხრა, ხო ნატალიში გადავიდა, მაშინ გოგოები თავს მიქნებენ კიო. შეიძლება გადავიდა.
მშობლიური კედლები. მშობლიური უბრალოდ ვიტყოდი რომ ირინა იყო მის საქართველო 1 წელიწადი და მე ირინა შეზღუდული არ იყო და მისი არჩევანი იყო უნდა და ჩვენთან იქნებოდა უნდა და სხვაგან იქნებოდა ჩვენ არავის არ ვზღუდავდა მის საქართველო უბრალოდ სავალდებულო რომ იყო 1 წელიწადი მის საქართველო და მე როგორ სხვა ეს პირობების შემოსთავაზება ეს უკვე თავის გადასაწყვეტი იყო მოგესალმებით ჯოსტარში წავიდა იცით რა არის დიფერამბების დიფერამბები ამას მე შეუერთებ მართლა ძალიან კარგია რომ ის საქართველო ესეთი ლიცენზირებული ყავს როგორც იქნა ამ წლების მანძილზე როდესაც ეს არალიცენზირებულად ძალიან ცუდად ხდებოდა მის საქართველოს ესეთი მსგავსი კონკურსების ჩატარება თუმცა მე დაგეთანხმებ შედეგებით მე როგორც ვიცი და ძალიან ბევრის აზრი 2003 წლის მის საქართველოს გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე 2004 წელი გოგონების თუ ეს დანარჩენი სხვა აზრი არსებობს მეორე მე მინდოდა ეს ქუთაისის ინციდენტის მსგავსად ალბათ თბილისში რატო არ ჩატარდა მაშინ მე როგორც ვიცი თბილისის მერიამაც არ დააფინანსა და ისიც ვიცი რომ ხა მიცენტრი კომერციული ორგანიზაციაა და თუ არ ვთქვი მაშინ მერიისგან 50000 ლარს ითხოვდა და რაზეც მერიამ და ნუ პრესაში ამ ატეხილი სკანდალის შემდეგ მერიამ უარი განაცხადა ამ თანხის გადახდაზე და შემდეგ გადაინაცვლა ამ კონკურსმა ბათუმში მაშინ დააფინანსა თუ არა ბათუმის მერიამ ეს კონკურსი თუ უბრალოდ გამოყო თეატრის უბრალოდ ბათუმის მერია სერიოზულად დაგვეხმარა იმ ხრივ რომ შეგვიწყო ხელი რომ გოგოებს საკმაოდ კარგ პირობებში ეცხოვრათ საკმაოდ კარგი ადგილი დაგვითმეს ოაზისი და იყვნენ გოგოები ძალიან კარგ პირობებში, კარგი კვება ქონდათ ყველაფერი, დაგვითმეს თეატრი და ჩვენ მოგწეს საშუალება რომ ჩაგვეტარებინა ისევ იმ დონეზე როგორც შაშანწინი იყო. და თქვენ ფიქრობთ რომ 2004 წლის მის საქართველო იგივე დონის იყო როგორც 2003 წლის. მე ვთვლი რომ იგივე დონის იყო და არანაკლები იყო. ის მიხედვით დონე რეჟისურა, დადგმა, მომზადება, ყველაფერი ამაში იგულისხმება ყველაფერი. ყველაფერი, იმიტომ რომ არანაკლები მომზადებულები იყვნენ გოგოები, არანაკლები იყო მე მგონი სცენა, არანაკლები იყო მუსიკა, არანაკლები იყო თვითონ სანახაობრივად. მე ესე მიმაჩნია ხა შეიძლება მე ჩვენი გაკეთებული როა ჩვენი სააგენტოს ცოტა არ ვიყო ობიექტური და გულიწრება და არც გინდა შეიძლება ობიექტურად არ ჩამთვალოთ, მაგრამ მე ვთქვი რომ არანაკლები იყო და ვინც თვითონ თეატრში იყო, მე დარწმუნებული რომ ყველა კმაყოფილი იყო და მეორე ქორეოგრაფია მე პირადად რომ მართლა აღსანიშნავი იყო და ბევრი ჯობდა პირველს. და შედეგები საბოლოო შედეგი ირინამ არა. ეხლა მანდაც ცოტა მოდით ვიგამათოთ. მე უბრალოდ ვიტყოდი რომ შედეგი, საბოლოო შედეგი. საბოლოო შედეგი მივიღეთ 2003 წელს მივიღეთ ირინა ონაშვილი მის საქართველო. თუმცა უფრო ხმაურია ირინა იყო ირინა ონაშვილი, რომელიც იმ წელს საკმაოდ პოპულარული იყო. თუმცა სალომე ჩიპულაძე წელს იმ პერიოდიდან შემოდგომიდან დღემდე იმდენად არ არის ამაში დამეთანხმეთ რომ ირინამ აი ის პირველი უკეთესი იყო ამითაც. უფრო ხო არა ეს ცალკე საკითხია რა. ოდესე ვთქვათ რომ ირინა იყო პირველი და პირველი ალბათ ყოველთვის უფრო ხმაურიანი ხდება ყველაფერი, სალომე იყო მეორე. მე ვიტყოდი რომ მე არ დავიწყებ შედარებას, იმიტომ რომ ორივე მართლა ძალიან კარგი გოგონები არიან, ორივე აი მე მაგათ ორივე ძალიან მიყვარდა, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს დღემდე. მე ვიტყოდი ერთ რაღაცა წელს იყო სალომე, შაშანი იყო ირინა. ორივე იმსახურებდა ამას იმ წელიწადს. წელს სალომე მიიღო და მე ვიტყოდი რომ აი პირდაპირ შემიძლია ახლა განვაცხადო თუ თქვენ სალომესნაირ აღნაგობის გოგონას დღეს მე მომიყვანთ. აი სალომეს წინააღმდეგ არა ვარ. და აი მაგისნაირ მონაცემების პიროვნებას მომიყვანთ, აი ხელებს აბრე, მაგრამ ამაზე ძიება ჭირდება, ესეც ვერ ვიტყვით, რომ ერთადერთი ადამიანი კიდევ ერთი კითხვა რაც ძალიან მაინტერესებს. არის თუ არა თქვენთან დადებული ხელშეკრულებული ერთი კითხვა ნაციას დაუტოვებ, იმიტომ რომ ძალიან უნდა მკითხვის დასმა, მე არ დავსო ძალიან მინდა, მაგრამ მაინც კაბალური, რამდენად კაბალურია თქვენი კონტრაქტები. ანუ ესეთი რამ. შეზარჩევ ტურში გასული გოგოებისგან ვიცი, რომლებიც მერე გამოვიდნენ ბათუმის სცენაზე. ვიცი რომ მათ ესეთი საკითხი დაუსვით, რომ თუ თქვენ არ გააფორმებთ სააგენტოსთან კონტრაქტს, ანუ იმაზე რომ მოდელი იქნებით სააგენტოსი, მაშინ თქვენ არ გახვალთ იმ რა ქვია, ისე კონკურსზე რა, აღარ გახვალთ. თუმცა მე ვთვლი რომ ლამაზი გოგო, რომელსაც შეუძლია მის საქართველოს გახდეს, სულაც არ არის აუცილებელი, მე ვიც მითხრა ის გოგო გავიდა, მაგრამ ფინალში არა და ნუ მის საქართველოს არ გამხდარა.
თუმცა უბრალოდ არც უფიქრია რომ მოდელი ყოფილიყო, უბრალოდ ჩაცადა ბედი, გავიდა მის საქართველოს კონკურსზე, ანუ სულ არ სურდა იმას კონტრაქტის გარდა, ანუ კაბალურად ჩააგდეთ ისეთ სიტუაციაში, რო არ დაედო ხელშეკრულება, თქვენ უბრალოდ იმას იმ ფინალში აღარ გამოვიშვაზე მე თვითონ მაგაზე გეტყვით ერთ რაღაცას, რომ პირველი ის რომ კაც არავინ არ იცოდა, ვინ გახდებოდა მის საქართველოს. ამიტომ მის საქართველოს ვალდებულება უნდა აიღოს ის საქართველოს წინაშე, არა მარტო იმიჯ ცენტრის წინაშე, რომ უნდა იყოს მის საქართველოს, ხო? ამიტომ ეს კონტრაქტი იდებოდა უფრო მაგ აქცენტ 1 წლით, ხო? და ამიტომ ჩვენ ვერ გამოვყოფთ და არ ვიტყოთ მარტო მაგალითად ამ სალომის ან ხუთ გოგოს ვიცით და თქვენ დაგვიდეთ კონტრაქტი, თქვენ არ დაგვიდეთ. ეს ერთი. და მეორე უბრალოდ რომ ერთი წუთი ის ადამიანი მოვიდეს და მითხრას იმ კაბალური კონტრაქტით რამე შეზღუდვა ქონდა, სადმე რამე ხელი შეუშალეთ, რაღაცად დაუშალეთ. თუ აი რა პრობლემაა? იმას არ უნდოდა მოდელობა, აი ეს არაპირებდა პოდიუმზე. თუ არ უნდოდა, არც ეს არ არის მოდელი, ხო? თუ არ უნდოდა, კონტრაქტია გაფორმებული და ის დღემდე ასრულებს ამ ფუნქციას. ანუ იმის ცენტრი თუ დაუძახებს, ის უნდა გავიდეს იმას, იმიტომ რომ იმას აქვს კონტრაქტი გაფორმებული. მე შემიძლია თქვა, რომ ელემენტარული უბრალოდ გეტყვით, რომ ჩვენ მე აქტიურად შემიძლია თქვა და დარწმუნებით თქვა, რომ არც ერთ მოდელთან მე პრობლემა არ მქონია, თუ ვინმეს გამოსვლა არ უნდა და რომელიმე პაგაზე, მე იმას არავის არ ვაძლევ, იმიტომ რომ ჩვენ რაოდენობრივად იმდენად კარგი და ბევრი ყავს გოგონები, რომ მე არასოდეს პრობლემა არ მქონია შემეკრიბა 10 თუ 15 გოგო, რომ მიიღო რაღაც პაკაში მონაწილეობა და ამიტომ ჩვენ კატეგორიულად მოთხოვნა და კატეგორიული შეზღუდვა არც ერთ გოგონასთან არ მქონია. და მე ძალიან მეკუს, რომ რომელიმეს პრობლემა შეექმნა მაგ მხრივ. სადარი ამდენი სამუშაო რო ანუ საუბარს რამდენიმე წუთში გავაგრძელებთ უკაცრავად ნათია გაგაწყვეტინე გადაცემაში რეკლამის. ეთერში თოქ-შოუ პრესპრესი ჩვენი დღევანდელი თემაა სამოდელო ბიზნესი და განვახცოთ შეწყვეტილი საუბარი. შემდეგი ნათია საუბრობ. მე საუბრობდი იმაზე რომ იყო თქვენ თქვით რომ არავინ არ იცოდა ვინ გახდებოდა მის საქართველოს. ბუნებრივი არ იცოდა, მე თავიდან მინდა აღვნიშნო რომ მართლა კარგია მის საქართველოს რო არსებობს, მე ვესწრებოდი ორივეჯერ ვიყავი მის საქართველოსზე და სანახაობად რჩება, მაგრამ არის კიდე რაღაცები, რაც ალბათ მასამ არ იცის, ხალხმა საზოგადოებამ და მოდი გავარკვიოთ, მე თვითონ მაინტერესებს. ანუ იყო გოგოები ამბობდნენ რომ უკვე ბოლო კვირას, როცა ისინი ჩავიდნენ ბათუმში, უკვე 3 ადამიანი იყო პრივილეგირებული, ესე ვთქვათ. მათ ექცეოდათ განსაკუთრებული ყურადღება და როგორი განსაკუთრებული? აი რაღაცა უფრო მეტ ყურადღებას აქცევდით იგივე. თქვენ ხელმძღვანელები. ხელმძღვანელები ჩვენ იქ არ ვიყავით და როგორ მივაქცევთ? ანუ ხელმძღვანელები ვინც იყვნენ იქ? მე არ ვიცი ხაზო სახელი და გვარები მარტო ხო არ იყვნენ ბავშვები ესე. კი ბატონო, გიგებარად აბსურდია და მაგას ნამდვილად ვეცინამდეგები ნებისმიერს ვინც გინდა პირზე დამაყენეთ და ნამდვილად ვიტყოდი რომ არავინ არ იყო იქ პრივილეგირებული, ყველა ერთ პირობებში ვარჯიშობდა, ყველა ერთ პირობებში იყო და არავითარი სხვაობა არ იყო მათ შორის. კარგით, კიდე რა მაინტერესებს? მართალია თუ არა ის რომ ირინა უნაშვილს სანამ არ დაუმთავრდა კონტრაქტი, თქვენ მას არ გადაუფორმეთ ბინა, რომელიც კი ბატონო მართალია. რატომ? ის საქართველოს იყო და მაგამ ის საქართველოს უბრალოდ ვალდებულებებს უნდა შეასრულა. თუ ეს დაირღვევა ძალაუნებურად, თუ დაარღვევდა იმას და არ შეასრულებდა მის საქართველოს მოვალეობას, მაშინ ჩამოერთმებოდა ის საჩუქრები. მაგრამ ხო შეიძლებოდა? ხო. კონტრაქტში მე ნანახი მაგ კონტრაქტში წერია რომ თუ სიტყვაზე არის დღეს ჩვენება და შენ გახდი ავად, სიცხე გაქვს, შენ თუ იქ არ მედიხარ, იხდი ჯარიმას. როგორ შეაწერია? კაი, კონტრაქტში ეგრე აწერია. რაღაც ესეთი მუხლებია, რომლებიც გოგოებს თვითონ აბნევდა და არც უნდათ ამ თემაზე საერთოდ საუბარი. არც ერთ კონტრაქტში აწერია ის რომ ადამიანი ავად რო გახდეს, მაგის გამო ჯარიმა უნდა გადაიხადოს. ეს არის ნამდვილად აბსურდი. ანუ მეც იმას მომიტანეთ ის კონტრაქტი. თუ წავიკითხეთ ის კონტრაქტი მე პეტაბილიყოთ რომ ეგეთი რამ იქ არ წერია. იქ წერია რომ თუ უმიზეზოდ გააცნენენ და არ დაეთანხმებიან სააგენტოს ვალდებულებებს, მაშინ უნდა გადაიხადოს ჯარიმა. ეს ჩვეულებრივი დაჯარიმების ჩვეულებრივი სტილია და დაცვის მექანიზმია. ჯარიმის თანხა თუ შეიძლება დაასახელეთ? ჯარიმის თანხა გააჩნია რაც დაარღვევს. აი მინიმალური ჯარიმა სიტყვაზე. არა, გააჩნია რაც დაარღვევს. თქვათ გაუხსნელად გააცნინა ერთი გაკვეთილი. გააცნია გაკვეთილი, მაგაზე მინიმალური შეიძლება რაღაც ერთი პაკაზის ნახევარი თანხა დაეკვირდოს. ჩვენების ნახევარი. ჩვენების ნახევარი?
ან ნათია შენ რაღაც გინდა და ვერ ამბობ აი თქვით არ არის პრობლემა კონკრეტულად თუ ისი გოგონა რომელიც კონტრაქტით არის უკმაყოფილება კონკრეტულად რომელიმე გოგონა თუ იცით რომელიც არა მე არ მოგხსენება ერთი ჩემი მხრიდან არ იქნება ეს არა კონკრეტულად თუ არა გასაგებია ნუ დაასახელო არა მე არ ერთი ადამიანი მაინც დამსახელს რომელიც იმით ცენტრის მხრიდან იყო დაჯარიმებული თუ გინდათ სერიოზული დარღვევით იმ დარღვევით რომ საერთოდ წავიდა სხვა აგენტოში რომელიმე გოგონა დამისახელება რომელიც დაჯარიმდა საერთოდ საქართველოს კანონებით რომელიმე ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული ევროპული ზონის კონტრაქტი სადაც ჩვეულებრივი მოთხოვნები არის მაგრამ საქართველოში კონტრაქტი რომელი კონტრაქტი კონტრაქტობს რომ თქვენ ახლა მაინდა-მაინც იმის ცენტრის კონტრაქტზე გაქვთ ესეთი სერიოზული აქცენტი არ ჩვენ ახლა სამოდელო სამოდელო ბიზნესი და იმიტომ გეკითხებით სხვა თემა რო იყოს სხვა რამეზე ვისაუბრებ არა რომელიმე გოგო არსებობს რომელიც დაჯარიმდა სერიოზულად არა ჯერჯერობით არ არსებობს მაგრამ შეიძლება ამიტომ კონტრაქტი ისე უნდა შევადგენოთ რომ ადამიანმა ჯარიმის გადახდა შეძლოს და დაალაგდეს რომ მე სერიოზული ფინანსებიც მიიღონ გოგოებმა ისეთები რომლებსაც იმსახურებენ ესენი და ჩვენც მე სერიოზულად დავაჯარიმოთ თუ რაღაცა დაარღვიენ მე არ მახსოვს შეიძლება სახელი და გვარი შემეშალს მაგრამ სოფო ხარებაშვილი იყო მე მგონი თუ არ ვწდები ხო სოფოსთან მე ვიყავ ინტერვიუზე თქვენთან იმით ცენტრში და ის მოწასული იყო ტოპ მოდელის მოწასული იყო კიდე რატო არ წავიდა ტირო და მახსოვს იმ დღეს მივედი ტირო ნათე და კონკრეტულად მოწასული იყო ტოპ მოდელის კონკურსი ნოემბერში ჩატარებული იყო ტოპ მოდელი უბრალოდ ჩვენ მოგვიხდა ესეთი რაღაცა რომ ტოპ მოდელზე არ დავაკვირდით ერთადერთ რაღაცას რაღაც ტოპ მოდელზე მიიღება შეეძლო მხოლოდ 18 წლიდან ჩვენ ძალიან დიდი მიმოწერა მქონდა მე შემიძლია მოგზავნე და წერილებიც გაჩვენოთ რომ ვეხოცებოდით რომ მესამეზე გავიდა ეს გოგონა და მოგვეცეთ უფლება რომ ამან მიიღოს მონაწილეობა მაგრამ სოფო 17 წლის იყო და არავითარ შემთხვევაში არ დაგვხვდეს ნება რომ იმ გოგოს მიიღო მონაწილეობა ეს იყო და ეს მიზეზი სოფოს ჩვენ ეს აუხსენით და ძალიან კარგად გაიგო თქვენ სოფომ საკმაოდ კარგი პრიზები მიიღო და მონტე-კარლოშიც ისეინა მე მგონი პრობლემა არ უნდა კონდეს სოფოს ჩვენთან მithumetes პრიოში ხო ამჩნეულა გასაგებია ლაშა ეს არ დაუსვამს კითხვა მთელი გადაცემის განმავლობაში კი ბატონო ლიზა გითხრათ მადლობა გადაგიხადათ იმისათვის რომ არსებობს მის საქართველოს მე ვფიქრობ რომ მას შემდეგ რაც იმის ცენტრმა დაიწყო მის საქართველოს ჩატარება ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა ყოველ შემთხვევაში რამდენიმე მათგანი მაინც არსებობს მაგალითად თქვენ თქვით რომ კონკურსანტებმა გამარჯვებულებმა მიიღეს საკმაოდ კაი პრიზები მე რაღაც მახსოვს რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ წავიკითხე ირინა ორნაშვილის ინტერვიუ არ მახსოვს რომ ჟურნალში ის ამბობდა რომ ისეთი მანქანა მომწეს ყველა მირჩევდა მომეცილებინა თავიდანო გარდა ამისა სანამ ჩინეთში წავიდოდი მის მსოფლიოზე ვიხვეწებოდი რომ ფონოგრამა გამიკეთეთ თბილისოსი და საბოლოოდ ისევ და ისევ მე მომიწია ამ ფონოგრამის გაკეთებაო გარდა ამისა ვინ გადაიხადა ფული მე რეალაპარაკე თუ აკვირდებით რომ წამოვიდა იმის ცენტრიდან გარდა ამისა მე როგორც ვიცი სალომესაც ჰქონდა გარკვეული პრობლემები სალომესაც სხვადასხვა როცა იმის ცენტრში იყო მაშინ იყო ექსტატია ასე რომ მაგას არა ეს სტატია იყო დაახლოებით 2 კვირის წინ აი საშუალოდ 2 კვირის წინ ეს სადღაც მე გეტყვით ადრეც იყო ექსტატია დაწერა ძველი მანქანა მაგრამ ერთი კითხვა მაქვს თუ ძველი მანქანა იყო და გადასაგდები იყო ვინ უშლის ხელს დღესაც იმ მანქანი დადის რატო დადის იმ მანქანი არა აქვს სხვა საშუალება ეთყობა რომ გამოსულ გააყიდოს ვინ უშლის ხელს ვინ არა თქვენ რომ ამბობთ ძალიან კაი პრიზები იყო უბრალოდ ამის აპასუხოდ მოგიყვანეთ ამ ინტერვიუს არა მე მესმის ძალიან კარგად მაგრამ იმ მანქანაზე მე თვითონ ვიჯექი მე თვითონაც ნანახი მყავს და საკმაოდ კარგი მანქანა იყო და მაგალითად მან ნახევარწელიწადში შეიძლება ინსტალება არის ის მანქანა ისე დაამტრიოს რომ საერთოდ არაფერ არ ივარგოს და ეხლა გვერდით პლასმასები რომ მოპარეს და რაღაცები რომ მოპარეს მაგაზე მე უკაცრავად მაგა პასუხს ვერ ვაგებდი ხურდობაზე პასუხს მაგრამ არა ეს არის მის საქართველოს გახდა ის გოგონა გახდა სილამაზის დედოფალი და მე მგონი შესაბამისი მანქანა ოთახნახევრიანი მე მგონი პატარა საჩუქარი არა სალომეჩი პილატისა სანამ ის ჩინეთში გაემგზავრებოდა ასევე მის მსოფლიოზე მე მახსოვს მისი წუწუნი ფეხსაცმელთან და კაბასთან დაკავშირებით რომ კაბა არა მაქვს და ვისე წუწუნა უკაცრავ ეს იყო დაახლოებით აი 2-3 დღით ადრე ვიდრე ჩინეთში გაემგზავრა ია ეხა გამახსენდა სხვათა შორის მე ვიცი რომ კაბა არა რო წავიდა მე შეუკერეს და გაუგზავნეს არა ბატონო ეგეთი რამე არ ყოფილა ნამდვილად მე ვერ ვიტყვი ხა იმ ადამიანის სახელს ვინ შეუკერეს ორივე არის ჭორები ძალიან ბევრი და მაგრამ ჭორი არ არის უბრალოდ მე არ მაქვს ხა უფლება რომ კაბა არ გაუგზავნეთ როგორ თვითონ წაიღო მთელი ბარგი მე მაგისთვის კაბა არ წამიღია და ჩინეთში მარტო მე დაიეტავდი და მე ნამდვილად არ და შეიკერა თავისად ნათესავის ზომებს ზუსტად ვიცი აი სალომეს სამოს სალომე მოგვეყანა ჯობდა და თვითონ იტყოდა მაგ საკითხს და თავის აზრს და თავისი აზრი რაფერს ვერ იტყოდა ჩუმად არის მე პირადად პრესაში ინტერვიუ კომენტარებსაც კი არ აკეთებს სალომე რო ჩამოვიდა მას შემდეგ არავის უნახავს საერთოდ ვინ დაგიშალოთ რომ მივთანდი და კითხეთ ვინ დაუმალავე ეს ლამაზმანები რა ჭირნეულები არის არა მე დაგირეკეთ პირადად გონი თქვენ დაგირეკეთ ინტერვიუ მინდოდა სალომესთან 1 თვე 2 თვე მე ცოტა ხანში ესეა ანუ ეს იკარგება და რაღაც გარკვეულ ინტერვიუში თო მალაიზიაში მეორე კონკურსზე
კონკურსზე მიფრინავდა და მაშინ უკვე თბილისში არ იყო და პერიოდში ახლა წარსულში და მაშინ იმაზეც საუბრობდნენ რომ სალომეს Toyota Yaris-თანაც აქვს დაკავშირებით პრობლემები. მე ესე ვიცი რომ ამ Toyota Yaris-ით არ დადის სალომე. ნათესავის გარაჟში აყენია მე იცით რა არის მე ვესაუბრე სალომეს და სალომე მითხრა ასეთი რამ. ანუ ეს კონკურსი იყო როდის შემოდგომის დასაწყისში, ხო? სექტემბრის 24-ის ბოლოს. სალომე მითხრა ასეთი რამ, ხო, ეს Toyota Yaris-ი გარაჟში მიდგას, მიყენია, მაგრამ ნუ ტარება არ ვიცი და პრავას რო ავიღებ, მე ვატარებ. ეხლა მე გეტყვით მართვის მოწმობას. მე გეტყვით, მე გოგო, მე ეს დავწერე კიდეც, მე გოგო, რომელსაც Toyota Yaris-ი გარაჟში მყავს დაყენებული ავტოფარეხში უკაცრავად, იცით რა არის 5 თვე რო ტარება არ ვისწავლო, უბრალოდ სულ მარწამს, არარეალური, არ არსებობს. ანუ არის რეალობაზე, ნუ ვილაპარაკებთ მარიონეტას გადაღებაზე და ზუსტად ეგ იყო Toyota Yaris. არ იყო, მაგრამ თქვა რომ არ ვიცი და მეშინი არ გავაფუჭო ეს მანქანა. ხო და არა, უბრალოდ არა, ხო, მაგრამ ეს იმისი პრობლემაა, რა თქმა უნდა. გადაგაშინოდა იმ მანქანის გაფუჭება მერწმუნეთ, იმიტომ რომ ეს მანქანა საკმაოდ შელახული იყო. მე მაინც ვერ მივიღე ქალბატონო და თქვენგან პასუხი. რამდენი დღით ადრე არ ქონდა სალომე ჩიკვილაძის კაბა და სალომეს ყველა კაბა ქონდა, რაც საჭირო იყო აბსოლუტურად. ჩვენ ჩინეთში არანაირი კაბა მე არ ჩამიტანია. არა, მე არ ვიცი ჩატანასთან დაკავშირებით ნამდვილად ნათიას ინფორმაცია არ ვიცი, მაგრამ მე არ ვიცი. ქონდა პრობლემა ამასთან დაკავშირებით, კაბასთან და ფეხსაცმელთან დაკავშირებით. არ ქონდა, იმიტომ რომ ეხლა გეტყვით თათავარდნაში არ ქონდა, იმიტომ რომ თათავარდნაშიმა შეუკერა 4 წელი ფეხსაცმელი, რომელიც გაატანა და დღემდე თვითონ იმას აქვს, სალომეს აქვს. კაბები ქონდა საკმაოდ რაც საჭირო იყო ჩვენი მოთხოვნით და უფრო მეტიც გავატანეთ და მე ძალიან მეკუს რომ ეგ საუბარი საერთოდ როდისმე ყოფილა, იმიტომ რომ ეგ პრობლემა არ ქონია სალომეს. კი ბატონო, დაუბრუნდეთ ირინა ონაშვილს. მე ვთქვი რომ ირინა ონაშვილმა თვითონ გააკეთა თბილისის ფონოგრამა, თვითონ ჩაწერა, მაგრამ თქვენ საპასუხოდ მითხარით რომ მისი ფული გადავიხადეთ ჩვენ, ანუ იმის ცენტრმა, ხო? მე მგონი იმის ცენტრს არა მარტო უნდა გადაეხადა ამ ფონოგრამის ჩაწერის ფული, არამედ თავადაც უნდა ერბინა იმ ფონოგრამის მოსაპოვებლად. ირინა არ იყო ვალდებული რომ ერბინა. ყველანაირად ის კომპანია, რომელიც აგზავნის გოგონას ასეთ მნიშვნელოვან კონკურსზე, უმნიშვნელოც რომ იყოს, ხომ? თქვენ ხართ ვალდებული რომ აი, სათუ ის გოგონა არ უნდა იზროდეს, რომ შემთხვევით ფეხი არ მოიტეხოს, ან მანქანა არ და ყველაფერი უნდა გააკეთოთ თქვენ. მაგრამ მე ეს არ არის ევროპა, ეს არ არის ამერიკა, არა, სამშობლო ევროპული დონის ცენტრი ხო გაქვთ, არა? ევროპული დონის კონტრაქტები ხო? ევროპული დონის პრეტენზიები გაქვთ, რომ გოგონა გააგზავნოთ იმაზე, რა ქვია, სოფლიო კონკურსზე, ხო? პრეტენზია არ მაქვს, მე ვაგზავნე გოგოს, პრეტენზია არ მაქვს. არა, ვაგზავნე გოგოს. არა, იმის პრეტენზია არ გაქვთ, რომ ის დედოფალი გახდეს სილამაზის, მაგრამ ხო გაქვთ იმისი პრეტენზია, რომ თქვენ ხართ ერთადერთი კომპანია მთელ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ლიცენზია მის მსოფლიოს. ბატონო და ვაგზავნეთ მე. მე მგონი პრეტენზიაც უნდა ქონდეთ ბევრი და ბევრი ამბიციაც უნდა ქონდეს ამ შემთხვევაში კომპანიას, მაგრამ რატოღაც ამ ამბიციების დამაკმაყოფილებელ აი მე ვერ ვხედავ თქვენგან ქმედებებს რა. ეხლა უბრალოდ ერთის მხრით მოისმინოთ მარტო ერთი მხარე და მეორე მხარეს არ მოусმინოთ, ძალიან ძნელია და ყველაფერი. უბრალოდ მე ვიტყოდი ერთ რაღაცას, რომ საერთოდ ჩვენ ირინას ველაპარაკეთ მაგ თემაზე, იმიტომ რომ იქ მაშინ პირველი წელი იყო, როცა საერთოდ დამატებითი კონკურსები ჩატარდა იმ წელიწადს, როცა ირინა მიემგზავრებოდა მის მსოფლიოზე. ამის გამო ჩვენ ირინას ვკითხეთ, რომ რომელ კონკურსში ისურვებდა მიიღო მონაწილეობა. იქ იყო სამოდელო კონკურსი, იყო ფიტნესი კონკურსი, იყო ბიკინი კონკურსი და იყო სწორედ რაშიც ირინამ გაიმარჯვა. ჩვენ რომ ვკითხეთ, მაშინ ირინამ ჯერ ჩამოყალიბებულად ვერ ვკითხა, რომ არ ვიცი მე რაში მივიღებ მონაწილეობას. და ამ დროს ფაქტი რომ ძალიან კარგად გესმით, რომ ზოთა სექტემბრის ბოლოს ტარდება და ნოემბრის 6-ში უკვე უნდა გაფრენილიყო, დრო იყო საკმაოდ შეზღუდული და გარდა უცნაურია უცნაურად გაწყვეტენ, უცნაურია რომ ირინამ არ იცოდა რომელ კონკურსში მიიღებდა მონაწილეობას, როცა ის ბავშვობიდან ოცნებობს სცენაზე. ნუ ნახავთ სიმღერის გიჟია, როგორც თვითონ ამბობს. ძალიან კარგი და მიხარია მე. და მე უბრალოდ ერთი დეტალის დაზუსტება მინდა, სულ მცირედი დეტალის დაზუსტება მინდა. სოფლიო, მის სოფლიო ტარდება სადღაც დეკემბერში, ხო? ზამთრის ბოლოს. თქვენ ატარებთ მის საქართველოს სექტემბერში. აი ძალიან ცოტა პერიოდი ხო არ არის იმისთვის, რომ ელემენტარულად გოგონა მოამზადო. ხომ არ ჯობია რომ ცოტა რამდენიმე თვით ატარებთ, გაზაფხულზე ჩააბაროთ, ჩაატაროთ. გავუშვათ როდის და თქვენ. აი თქვა ჩაატარეთ მარტში, ხო? რამდენიმე თვით მეტი დრო ხო გექნებათ მის სოფლიოსთვის მოსამზადებლად. თქვენ ეხა მარტივად უყურებთ, რომ მის სოფლიოსთვის მოსამზადებელი ეტაპი გასაგებია, თვითონ მის საქართველოსთვის მოსამზადებელი ეს ისეთი შრომატევადია. ეხა მართლა 2 დღეში ხო არ კეთდება ეს მის საქართველო, ამას ვაკეთებთ. მე შემიძლია გითხრათ, რომ მარტის დასაწყისში რომ ვიწყებთ ჩვენ ამაზე მზადება, სექტემბრამდე ძლივს აი
ტიპზე ვასწრებ, რომ ყველაფერი იყოს რიგზე, რომ უბრალოდ ხალხი კმაყოფილი დარჩეს და უბრალოდ მოგეწონოთ, ხო, ელემენტარული. ეს არ ხდება ერთი კვირის, ახლა მე მგონი დამეთანხმება ყველა როცა ხელა რაღაცას აკეთებ. საკმაოდ შრომატევადია, ეს არ არის კითხვის დასმულობა, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ საკმაოდ ამხელა კონკურსს რო ატარებ, საკმაოდ შრომატევადია და ითუმეტეს როცა რეგიონებში დადიხარ და ატარებ ამდენ ქალაქში, ამას დიდი დრო ჭირდება, ხო? მეორე მომენტი, ის მომენტი, რომ ზაფხულის პერიოდი არის მკვდარი პერიოდი, ძალიან კარგად გესმით, ხო? იმიტომ რომ ზაფხულში ყველა დასასვენებლად არის, ხალხის შეკრება ძნელია, ამიტომ ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ ივლისი-აგვისტო თავისთავად ამოვარდნილი პერიოდია, იმ მხრივ რომ მანამდე უნდა მოხდეს ამ გოგოების შერჩევა, მერე ხდება ამ გოგოების მომზადება და მერე ხდება ამ გოგოების სცენაზე გამოყვანა. ძალაუნებოდ მითხრა, როდის გავაკეთებ, როდის დავიწყო, მირჩიეთ, იმიტომ რომ მერე ვიწყებ მე მის მსოფლიოზე გამგზავრებას, წავედი ახლა ტაილანდში მიდის გოგონა მის უნივერსიტეტზე და აი როდის გავაკეთოთ, იმიტომ რომ მირჩიეთ. გავაკეთეთ მაისში, ქორწილები არ არის ხოლმე და ხალხი უნატრებული აქვს. მაისში იმის ცენტრის წარმომადგენლობა იქნება ტაილანდში, იმიტომ რომ მის უნივერსიტეტია მაისში და აქ ვინ გააკეთებს. არა, მე თქვენ ვერ ასწრებთ და იმიტომ ფონოგრამების ჩაწერას და კაბების შეკერვას თორე როცა გინდათ მაშინ როცა სურვილია თვითონ შეიძლება თქვა ირინა ონაშულთან დაკავშირებით რო იყო ხო საუბარი ხა პრეტენზიები რო გაქვს სააგენტო იმიჯ ცენტრთან ხო ირინა ონაშვილი სანამ იმიჯ ცენტრში მივიდოდა იყო ჩემთან სააგენტოში იმიჯ ცენტრი რო არა ირინა ონაშვილი აი ესე თქვენ ესე ფართო მასებისთვის არ იქნებოდა ცნობილი და ვერც საზღვარგარეთ ვერ მოხვდებოდა ერთი უბრალო მიზეზის გამო ამ პროფესიისთვის ირინა არის ზედმეტად მაღალი გარეგნული მონაცემებით ირინა არ არის იმ სტანდარტებში არ ზის რომ მან კარიერა გაიკეთოს ან სამოდელო ბიზნესში ან პოდიუმზე ან სილამაზის კონკურსზე მადლობელი უნდა იყოს რომ მივიდა სააგენტო იმიჯ ცენტრში იმიჯ ცენტრმა შეუქმო ხელი რომ გამხდარიყო მის საქართველო წავიდა ნახა რომელი ქვეყანა იყო ჩინეთი გაიცნო პრესამ გაიცნო ხალხმა და ეს არის რა ცოტა აი რინასთვის ახლა იქ მანქანა იყო ცუდი ესეთი მერკანტილური ისინი მე მგონი ეს უკეთ რა თუ ზედმეტად მაღალია და არ ჭდება როგორ გახდა მის საქართველოს ნუ აირჩიეს იმიტომ რომ ლამაზი გოგოა კი მაგრამ საქართველოსთვის ლამაზი გოგოა რატო ცუდი გოგოა ხარ მოგწონს არა მე ძალიან ვწოდები პატივს სოფლიო სტანდარტებისთვის ირინა არ არის ახლა მე ვიცი მაგ საკმაო გამოცდილება ამ იმაში და ვიცი ვთქვათ საზღვარგარეთ რა ჭირდება და რა არა. ირინა ჩვენთან, ჩვენ სააგენტოსთან უკმაყოფილო სწორედ მაგის გამო იყო, რომ არ ირჩევდა არც ერთი სააგენტო. კონფლიქტი მოგივიდა და მე კონფლიქტი არ მომივიდა, უბრალოდ ეს გოგო წავიდა და გადავიდა იმიჯ ცენტრში. ხა მე აბსოლუტურად არ გამოვეკიდები ირინას კი არა არც ერთ გოგოს და არავის არ არის ჩემ თვისებებში არ შეიძლება. მე მგონი ცით მანქანასთან დაკავშირებით საკითხი მერკანტილური ნაკლებად არის ამ გოგონას უბრალოდ შეპირდნენ ხო იყო შეპირება არ მიიღო მე ირინას ხედავ რა შეფესია მგონი ხედავ რომ მანქანა შეპირით მანქანა ვაჩუქეთ საკმაოდ კარგი მანქანით არ უკმაყოფილი რასაც შეპირით იქნებ დავასრულოთ ეს მანქანასთან დაკავშირებული თემა და შემდეგ კითხვაზე გავდივართ ახალ მანქანას არავინ არ შეპირებულა თუ გინდათ ძველ არქივებიდან ამოვიღოთ სატელევიზიო ინტერვიუები გინდათ თუ რეკლამები გინდათ ახალ მანქანას არავინ არ შეპირებია შევპირით მერსედესი მიიღო საკმაოდ გამართულ მდგომარეობაში იყო უკაცრავად მაგრამ ხო დღემდე დადის იმ მანქანით და მე ძალიან ვიკვირთ რომ მაგაზე საერთოდ ლაპარაკია აი რო გაეჩერებინა და საერთოდ არ გამოიყვანა ის მანქანა გასაგებია ამავდროულად რა თქვა იგივე ორი მოდელი რომელთაც არ მთელი ცხოვრება რაღაცა პოდიუმზე გაატარეს ცდილობენ და ფულსაც აღარ უხდიან და იყო ბინა მე ეს საკმაოდ სერიოზული ირინას გვერდზე ესენი არაფერი აღარ არიან ესე იგი გამო გასაგებია ლაშა გაბუნია და ასე შემდეგ ლაშა გაბუნია ანუ ბეჭდი დიდი მადლობელი ვარ მაესტროსით რომ დღეს მომიწვიეთ იმიტომ რომ ესეთ სიმშვენიერის ნახვის შესაძლებლობა მომეცა და უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს ყველასთან ალბათ აი რა თუ არის ისეთი საქმე რომელიც თქვენ არ გსიამოვნებთ რომ გააკეთოთ მაგრამ თქვათ აკეთებთ მაინც თქვათ რაღაც ანაზღაურების საფასურად კითხვა ვისთან გაქვს ლაშა აი ყველასთან აი სააგენტოში თუ არის ესეთ შემოთავაზება აი თქვათ რაღაც ისეთი საქმეზე იმაზე რომელიც არ ვსიამოვნე არა თქვენ არა ნუ თქვათ არის რაღაც ისეთი საქმე რომელშიდაც თქვათ თქვენ ჩათვლით რომ ამ გოგონებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა თუ არის ისეთი ჩვენ გვეთქია ბერჯელ უარი და უნებული ვარ ხოთა რა რა შემთხვევაში და კონკრეტულად რა შემთხვევაში არ აფორმებთ კონტრაქტს რომელიმე კომპანიას
სად არ უშვებ მოდი დავა კონკრეტულად ჯერ რომელი კომპანია აფორმებს კონტრაქტს. მაშინ სად არ უშვებ გოგონებს? ხო რა, ესეთი ხო არის რაღაც ესეთი თქვა შემოთავაზება. შეიძლება რაღაც ესეთი პოლიცება იყოს, სადაც არ გავშვებ გოგონებს. თქვა შემოთავაზოთ ვიღაცამ, აი თქვენი გოგოები გვინდა ოფიციანტებად. ოფიციანტებად? კი ბატონო. არა ეს დასაქმების სააგენტო ხო არ არის? არა, ვიდენ ოფიციანტებია. მიმივხვდით ასე. არ დავთანხმდით. თან ორიგინალური კითხვები გაქვს შეფრეს ამ შეფსადებოდი ჩვენი საღამო. ჩვენ არ გქონდა ოფიციანტები ხმე ხო არ წავიყვან გოგონას კალხეში ან ბაშა იქნებ უფრო დააკონკრეტო კითხვა ხო რაღაც აუზაური გამოიწვია შენმა შეკითხვა უფრო კონკრეტულად თუ შეგიძლია ხო რაღაც არ ჯდება არის თქვათ რაღაც თქვათ დაკავშირებული ამის სიშიშვლესთან ან რაღაც ესეთ რაღაც ანუ თეთრეულის ჩვენება, ხო? ან მის გარეშე თეთრეულის გარეშე ჩვენება. თეთრეულის გარეშე ჩვენება. ბოდიანტი. ბოდია. არა, იმიტომ. პრედაპორტაში ვარ. კრისტი მოდი შენ პასუხე მაშინ. მოდელები ჩვენ არ გქონდა თეთრეულის ჩვენება, გქონდა ნამდვილად ეს ჩვენი გაკეთებული იყო თვითონ ჩვენთან გავაკეთეთ, მაგრამ მე მგონი კი იყო რა გამოხმაურება სხვადასხვა, მაგრამ იქ არანაირი გოგოებისთვის დასამცირებელი რაღაცა იქ ჩვენ არ ჩავიჩნევია და ისევე მოდა არსებობს თეთრეული როგორც მე მგონი იქ არც ერთი გოგოსთვის უხერხული სიტუაცია არც ყოფილა და ჩვენი გოგოები მომზადებულები იმისთვის არის ფიზიკური მონაცემები გვაქვს რატომაც არა და მეორე კიდევ ერთი რამ მაინტერესებს ვთქვათ არის რაღაც სხვა ორგანიზაცია ვთქვათ იმის ცენტრის გარდა რომელმაც გადაწყვიტა ვთქვათ რაღაც მის საქართველოს ჩატარება თუ არის ამის შესაძლებლობა თუ რაღაც მონოპოლია საერთოდ. არა, მონოპოლია არ არის ეს არის. არა, მესმის გასაგებია თქვენი კითხვა, მაგრამ მე უბრალოდ ვიტყოდი, რომ ჩვენ ეს საქმე რო წამოვიწყეთ, პირველი ჩვენი იდეა იყო, რომ მერე რა. აი ეს იდეა იყო და ჩვენ როგორც კი მოლაპარაკება მოვახდინე და დაგვეთანხმა მის მსოფლიო და მის უნივერსიტეტი, რომ თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი ლიცენზიანტები, აი მაშინ დავინტერესდეთ, მაშინ გავაკეთეთ მის საქართველოს, იმიტომ რომ კი, ბერჯერ ჩატარებულა ალბათ მანამდეც მის საქართველოს და შეიძლება ეხლა ჩაატაროთ მე თავისი იდეის გამო, მაგრამ მის საქართველოს რო გახდება, მერე რა? ნუ გახდა მის საქართველოს და მერე ის არის საინტერესო, რომ წავიდეს მის მსოფლიოზე, წავიდეს მის სამყაროზე და მაყურებს ქვეყანას. მე ვარ უამრავ კონკურსებზე ნამყოფი და საერთოდ არ ყოფილვარ მის საქართველოს პირადად მინდა შეკრეთ. ესეც ხდება. გასაგებია არის ჩვენ სტუდიაში ჟურნალისტი ვინი რომელსაც კითხვა ერთი კითხვა დასო. მე მგონი კიდევ გიდოდა რაღაც კითხვის დასმა ვინი ხო? მადლობთ. არაფრის დასვიკითხვა. გალბატონ სოფოსთან მაქვს კითხვა. ყოველწლიურად ტარდება დიზაინერების კონკურსი, რუსკი სილუეტი და თქვენი რუსკი სილუეტი არა, ერთ-ერთი პრიზია. დიახ, და თქვენი სააგენტოს გოგონები იღებენ აქ მონაწილეობას. მე როგორც ვიცი, წელს ერთ-ერთმა დიზაინერმა სახეს დაგვარს სამწუხაროდ მე ვერ დავასახელებ, არ თხოვოთ მეორე. მე წომეტყვით. ეთერს მიღმა. განაცხადა, რომ მას სურს სხვა სააგენტოს გოგონასთან და სხვა სააგენტოს გოგონას ჩააცვას და მასზე მოარგოს დასაცმელი და კაბა. თქვენ თქვით უარი? ნახევარ ჩვენ ორ ეტაპად გვაქვს დაყოფილი, არის ნახევარ ფინალი და მერე არის ფინალი. ჩვენი ესე ვთქვათ, საორგანიზაციო ორგანიზირებით ესე იქნება, რომ ფინალში უნდა მიიღოს სააგენტო, ყველა სააგენტოს წამყვანმა მოდელებმა. იქიდან ჩამოსული მოდელებიც იქნება და თან იქნება, ესე ვთქვათ, ფინალური ჩვენება ამ ყველა მოდელის, ქართველი მოდელის მონაწილეობა. ამ დიზაინერმა მოინდომა ნახევრად ფინალზე, რომელიც ძალიან დახურული, ესე ვთქვათ, დახურული ფინალი იქნება, ნახევრად ფინალი და აქ უბრალოდ აბსურდული იქნება, რომ მოვიყვანოთ მოდელი, შევაწუხოთ, ესე ვთქვათ, სხვა სააგენტოს მოდელები, შევაწუხოთ და დავაყენოთ იმისთვის, რომ ჩაიცვას ტანსაცმელი, რომ ხარისხი ნახონ და ასე ანუ ეს მონოპოლიის მომენტი არ ყოფილა? არ არის, მე პირადად ჩემს სააგენტოს ესე ხა მე ესე ვთქვათ, უფრო ფართო გავწდი ჩემს სააგენტოს საზღვრებს. სააგენტოს საქმიანობა არ არის მარტო რომ აი ჩემი მონოპოლია და ჩემი მოდელები და ეს აბსოლუტურად მე თუ რამე კასტინგი ჩატარდება მომავალში და თუ რამე ჩვენება ვეპატიჟები ყველა სააგენტოს მოდელს და აი ნატალისთან აქტიურად თანამშრომლობ და იმის ცენტრთანაც ვაპირებთ, ასე რომ
ეს მონოპოლია აბსურდულია დღევანდელ დღეს საქართველოში, სადაც სამოდელო ბიზნესი არ არსებობს. იქით ჩვენ ასოციაციად ჩამოვაყალიბეთ. რა თქმა უნდა, შარშა. ერთგვარი სინდიკატია, ეგ მონოპოლი არ არის. და კიდევ ერთი შეკითხვა ვიკა პლეშაკოვასთან დაკავშირებით, თუ შეიძლება უბრალოდ რომ ეს სიტუაცია. ვიცოდი ამ შეკითხვას უდამს. ვიცოდით მინდასვა და ამ შეკითხვას. რა მაინტერესებს კონკრეტულად აი რა ბედი ეწია ამ გოგონას იმის შემდეგ რაც თქვენ რაც გააგზავნთ მეტროპოლში და შემდგომ დაიხურა ამ გოგონა მიიღო ეხლა ამჯერად მე რამდენადაც ვიცი უფლება ცხოვრების შეერთებულ შტატებში. რამდენი ხანია იქ არის თუ 4 წელია უკვე. და იცით რა საკეთებდა ამ პერიოდის განმავლობაში? ეხლა გათხოვდა მაიამიში ცხოვრობს. მან აი 4 წელი რითი იყო და თქვენი ყავით პასუხისმგებელი მის მიმართ. იცით რა არის, დასაწყისში ვიყავი რაღაც ეტაპამდე, მე ამ გოგონამ ხელშეკრულება ესე ვთქვათ ის პირობები დაარღვია, რომელიც ვთქვათ მე და ვიკას შორის იყო. სამწუხაროდ ის სააგენტო რომელშიც ჩავიდა ის დაიკეტა და ვიკა და ამერიკაში. აქციონერი ხომ არ იყავით? რა ვიყავი? აქციონერი. ამ მეტროპოლის აგენტოს. მეტაყოფილი არა. სამწუხაროდ არა. წარმომადგენელი ვიყავი SNG-ს ქვეყნებში რაღაც პერიოდში, მაგრამ სამწუხაროდ აქ მოხდა ერთი საინტერესო ფაქტი, ახლა ნათიასაც ჰქონდა იმ პიროვნებასთან შეხება. ამერიკაში ცხოვრობს ერთი ქართველი, რომელმაც ესე ვთქვათ ძალიან ცუდად მოგვატყუა და აქედან გამომდინარე ეს ქართველი რო არ ყოფილიყო გარეული, ალბათ ვიყავ ბედი უფრო კარგად წავიდა. მე მაქვს ესეთი შეკითხვა, არ ვიცი ცოტა მე მგონი გაგახალისებთ. არის ესეთი მოსაზრება, რომ ლამაზ გოგონას იმისთვის უნდა მანეკენობა და მოდელობა, რომ მე შემდეგ გაათხოვდეს დიდარ მამაკაცზე. მე არ ვიცი, ვიკა მე ხო, დიდარი ხმარი რომ დაიწყას ნათია. გათხოვება და ვარქვათ მაგას. კითხვას მოვისმინოთ თუ შეიძლება. ეს გაიგეთ გოგოები საუბარში. არის ესეთი მოსაზრება, ქალბატონო, ეკო თქვენ ყურადღებით მისმენთ. და აი შემდეგ გაგრძელება ზუსტად იმისი, რასაც ახლა ნათია აკეთებს და ერთ-ერთ უცხო ჟურნალში წავიკითხე, რომ იყო ესეთი ინტელექტების შეფასება და მოდელის ინტელექტი რეიტინგი იყო თავისებური, იყო ბოლო ადგილებში სტრიპტიზის მოცეკვავის შემდეგ. სადღაც სულ ბოლოში. იმათ უფრო მეტი დროა რა იგი. არა, უბრალოდ მაინტერესებს. უბრალოდ მაინტერესებს. ოთხივეს ძალიან მოკლე პასუხი, რომ ეს და სხვათა შორის ჩვენ მქონდა ერთ-ერთი ინტერვიუ დაგეგმილი ერთ თუ შეიძლება ითქვას ქართველ ტოპ მოდელთან მივედით კიდევაც მარიოტში სასაუბრო და ნუ იმდენად უინტერესოთ ისაუბრა ამ გოგომ რომ აი ვერასდროს დავხურეთ დიქტოფონი გამოვთეთ ბლოკნოტი დავხურეთ და წავოვედით რა ის არც დაბეჭდილა და შევწყვიტეთ რა იმდენად იყო აი მე რეგეთყვით ისრო გაგამ არა ვერ გეთყვით არა და მივაყენე შევარ მე ვიტყოდიათ რაღაცას, რომ ალბათ ყველა სფეროში და ყველგან არსებობს როგორც გაუნათლებელი, ისე განათლებული და ასე რომ მე ვერ ვიტყოდი და ნამდვილად ვერ ვიტყვი გოგონებზე, რომ ესენი რაღაც ვიღაცაზე ნაკლებები არიან. მაშინ რატომ მოხდა რეიტინგში ბოლო ადგილი? ეს საერთოდ ეს არა, აი ლიზა იქნებ უკვე დააკონტროლო შენი შეკითხვა. სტერეოტიპია შემოყალიბებული, რომ მოდელი რადგან ლამაზია, ის უბრალოდ იმ სილამაზეზე და იმ რაღაც პრანჭოაზე და იმაზე ფიქრობს და შენით არის რაღაცა ცარიელი. არა, ეს გეტყვით, რომ ეს ხოლმე საუცხოური ჟურნალის გამოკითხვა არის. არა საქართველოს, საქართველოს მოდი ამას ეს გეტყვით, აი მე თქვათ მილანში ერთი 3 თვე რაღაც აგენტოში მუშაობდი. ესე თქვათ ჩავდიოდი, ჩამოვდიოდი, რაღაც ესე პრაქტიკულად პრაქტიკას გავდიოდი. სიმართლე გითხრათ, აი იქაური მოდელები ნამდვილად მე მგონი სტრიპტიზის მოცეკვავის უფრო დაბლა არიან ინტელექტით, მაგრამ შრომის მოყვარეობით და მონდომებით შეიძლება უფრო მაღლა. და ჩვენი მოდელები ბავშვობიდან მოყოლებული მაინც ახლა ჩვენ ქვეყანაში უფრო კითხულობენ წიგნს ვიდრე თქვა საზღვარგარეთს ესე. პრინციპში ანალოგიურობაში გოგოები ფრაზები არსებობს იგივე სპორტსმენებთან დაკავშირებით. სპორტსმენები საერთოდ მოგონ მოდელები გამათლებულია ჭკვიანი ფეხბურთელი უკაცრავად არ მინათლი. აი ბოდიში არა დრო არა. კარგი მოდი ეს ფეხბურთელს რო გავპრესა. ბოლო შეკითხვა ჩემგან და ლალისთან. ჩემგან ბოლო შეკითხვა თუ შეიძლება ჟურნალისტები წყარად დაისხდნენ და ერთმანეთს მე მიდია რამოდენიმე მოდელი დავესახელო, აი ჩემ ხოლო გოგოები, მე ჩემთაზე არ მოპარაკო. თუნდაც კრისი და თუნდაც არსებობს ეგეთი მოდელი ნინო ჩქარეული ყოველს გახსოვს. მე ეგეთი ერუდირებული ადამიანი არ მინახია. წავიდა სამწუხაროდ. არაფერი არ წასულა კაც, უბრალოდ იქ სწავლა გააგრძელა და
ამერიკაში ცხოვრობს და სწავლობს და იქ საქართველოს სამოდელო ბიზნესიდან წავიდა, თორე ხა იქ იქნება და იქ გააგრძელებს თავის საქმეს, მაგრამ დღესდღეობით არ ააგრძელა, იმიტომ რომ ის დღესდღეობით სწავლობს ისეთ კოლეჯში, სადაც 3000-დან სულ რაღაც 20 კაცი მგონი სწავლობს უფასოდ და ეს არის ერთ-ერთი ნინოჩქარეული უმამაზესი. მასთან მიწერ მოწერა და აი ბოლო შეკითხვა, თქვენ ხართ მე მგონი, არ ვიცი, დედები ნამდვილად არ ვიცი რომ ზოგიერთები ხართ. თქვენ საკუთარ შვილებს, გოგონებს, სულ ურჩევდით თუ არა, ანუ ისინი რო იქნებიან უკვე 15-16 წელს. თქვენ ეტყვით თქვენ შვილებს, რომ დადიშვილო, აი მოდი მე შენ დაგეხმარები და გადი პოდიუმზე. თუ შენ ეტყვით, თქვენ ეტყვით, რომ არა შვილო, მოდი რა ისწავლე, ჩააბარე უნივერსიტეტში, ISM-ში თუ სადღაც და ისწავლე და მიიღე გარე. აი რას ურჩევდით თქვენს? გულწრფელად რა თუ შეიძლება. ერთი მეორეს ხელს არ უშლის ჩემი აზრით. ჩემი შვილი 3 წლის არის და აი ახლა 10 აპრილს დებიუტი შედგება მერიოტში. გამოიყო პოდიუმზე. თვითონ ну ეს შემოთავაზება იყო ხა დიზაინერის. რო გაიზრდება. რო გაიზრდება. რა თქმა უნდა, როგორც მე ჩემი ბავშვობა მახსოვს უწიგრებში და ну აი როგორ გითხრათ, ჯერ გავხდი სტუდენტი და მე დავიწყე მოდელობა და ეს მოდელობა იყო ჰობი და უბრალოდ 10 წელი გავიდა, უკვე მე-11 წელი სრულდება და რაღაცა პროფესიად იქცა, იმიტომ რომ გინდა არ გინდა რაღაც 10 წელი პატარა დრო არ არის და თქვენ მე ჩემ შულს რაც უნდა ის უნდა თვითონ უნდა აირჩიოს. უნდა მოდელი გამოვა, უნდა ექიმი გამოვა, მე შეიძლება რაღაც ურჩიო, მაგრამ ესე რომ მიმართულება მიცევთ მოდელობას თუ არა, ურჩევას ახლა გინდა თუ არა მოდელი გამოვა და შეიძლება არ ეთქვი, მაგრამ თუ მონაცემები ექნა, რატომაც არა. ცოტა ხანი გასართობად. გოგონები არ ყავს ბიჭები ყოფნა, თუ თავიანთი არჩევანი იქნება და მოვდება მოდელი. ლაც გიდათ მოდელი? რატომაც არა. პრინცესა. რა ვიცი, ისეთი ჭირვეულები არის, რომ მოვისმინეს ირინა ულაშვილი და და ბოლო კითხოს კლარიფაცია და კითხვა მდგომარეობს შემდეგში. ვთხოვთ იყოთ გულწრფელები. მე მაინტერესებს აი კონკურენციის თემას მინდა შევეხო, რამდენად ხართ ერთმანეთის კონკურენტები თითოეული სააგენტო. არა, აქ წარმოდგენილი სააგენტოები და ამის გარდა კიდევ არსებობს მე როგორც ვიცი, სხვაებიც არსებობენ, ხო, შედარებით ისეთი. ნაკლებად გარასმოტკებული. მოდაში შემოვიდა ეს პერიოდი და ყოველობაში იყო საჭიროა თუ არა ამდენი სააგენტო ამ პატარა საქართველოში. ყველა კონკრეტულად პასუხი გავცეთ, ხო, კითხავს არსებობს თუ არა რაიმე კონკურენცია სააგენტოებს შორის. ну მე ვფიქრობ, რომ კონკურენცია იქ სადაც არ არსებობს თემა საკონკურენციო, ხო? არის 10 მოდელი, როგორც ვიძახით 15 და ესე ცოტა, ხო? ეს ცოტაა სამოდელო ბიზნესისთვის, იქ კონკურენცია აბსურდზე და დონემდე რაღაც. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება საქართველოში დღეს ვილაპარაკოთ, რომ სამოდელო სააგენტოებს შორის არის რაღაც კონკურენცია. მე მგონი, ვისაც რა გამოუჩნდება საინტერესო, მეორეს უნდა შესთავაზოს, რომ რაღაც უფრო ეს ცოტა მოდელია ისეთი, ვისაც რაღაცა შეუძლია რომ გააკეთოს და დასაქმების მხრივად ძალიან ცოტა, ასე რომ მე მგონი პირიქით. თქვენ კონკურენტად ვის მიიჩნევთ სოფო? პირადად, ამსა ვის მიიჩნევთ? არავის. პირიქით, მე თანამშრომლობ კონკურენტებთან, ესე ვთქვათ. ეგრეთ წოდებულ. ნატალი როგორ გაგვაქვს, აი ჩვენ მეგობრობს და პირიქით, კონკურენტად ვერ მე კიდევ ვიმეორებ, რომ ქვეყანაში სადაც არ არსებობს ის თემა, რაზეც შეიძლება იყოს, აქ რო ტრიალებდეს დიდი ფული და ვთქვათ, არა მილიონი შენ, არა მილიონი მე მესმის, კიდე შეიძლება მაგის გამო წარმოიშვას, მაგრამ როცა 20 ლარზეა ლაპარაკი გონორარზე, მოდელზე, ხა რა თემაზეა საერთოდ რაზეა ლაპარაკი? აი, დავამატებდი ბოდიში უკაცრავად. ეს წამყვანი სააგენტოები, ხო, კი, ну სააგენტოები არიან სამოდელო სააგენტო ქვია ყველას, მაგრამ პრინციპში ჩამოყალიბდა რაღაცა ცოტა სხვადასხვანაირი პროფილით თითოეული სააგენტო. ну image ცენტრი სპეციალიზირებულია უფრო კონკურსებზე. ამსა უფრო მოდელებს აგზავნის საზღვარგარეთ და ნატალის ძირითადად აქვს ადგილობრივი სამუშაო. ხო, და ასე რომ გაერთიანდეს და ერთად ვიქნებით. მე მგონი არ ვარ კონკურსი. image ცენტრი. მე მგონი image ცენტრი ყველაზე საუკეთესო სიტუაციაში, იმიტომ რომ ნიშა მოძებნა რაღაცა ისეთი, მიუხედავად იმისა, რომ ლანძღავენ, მიუხედავად იმისა, რომ საყვედურებს იღებს უამრავს, მაინც კომფორტული სიტუაციაა. ცოტა სხვადასხვა რამეა. მოდელი არის მოდელი და კონკურსი არის კრალი. როგორც ვიტყოდ ერთ რაღაცას რო მე მესმის ნატალის წარმომადგენლებისიც და ამსასიც
მე კონკურენტებად არ მივიტყვით, იმიტომ რომ საქართველოს რაღაც კონკურენტი სიტყვას ცოტა მტრად მიაჩნიათ. ეს არ არის ეს ამიტომ აი ამ სიტყვას ცოტა გავშიფრავდი იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ერთმანეთის მტრები, უბრალოდ ვართ ერთი და იგივე სფეროს წარმომადგენელი სხვადასხვა სააგენტოები, ხო, რომლებიც ერთი და იგივე მიზნისთვის ვიძით, რომ ეს სფერო განვითარდეს საქართველოში და უკეთესად იყოს ყველა საქმე, არა მარტო ჩემი, არამედ ამსასის და ნატალიის. ამიტომ ახლა სუდად რომ ლაპარაკობენ კონკურენციას, აი ამას არ დავეთანხმებით, რომ რაღაცა კონკურენტები ვართ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა ჩვენსაც ვაკეთებთ საქართველოში და ცოტა საქმე არის, ჩვენ ვცდილობთ რომ ჩვენი გოგონები დასაქმდნენ, ახლა ნატალი ვცდილობს ნატალის გოგონები დასაქმდნენ, ამსაც ვცდილობს, ასე რომ კონკურენტები ვიტყოდი რომ გამოვიდივართ, რა თქმა უნდა. ასევე ვცდილობთ რომ ყველა დასაქმდნენ. და ეს რამეს დავამატებ შეიძლება. აქაც თქვენ ხართ ერთმანეთის კონკურენტები, ხო? ასე თქვა ჟურნალისტები, მაგრამ ეხლა ერთ გუნდში ხართ. და იბრძვით ჩვენს წინააღმდეგ. ესე არ ვიყავ, სიმართლე გითხრათ, ბევრი განწყობილი. 4-ვესგან ვითხოვ გულახდილ პასუხს. მოვითხოვ. ოღონდ მოკლე. კი, მოკლე პასუხი. ნათია თქვა რომ მოდელის კონკურსი, მაგრამ ფაქტი ისაა რომ ტანსაცმელი ჭირდება ყველას. უნდა ჩაიცვა რომ გამოხატოს. არა მოდელსაც. დიზაინერი რომელიც ამბობს რომ მას არ უღირს საქართველოში არაფერი. დიზაინერი საერთოდ უნდა იყოს საქართველოში ესე დიზაინერი. გავაგზავნე ამბობთ ალბათ. ეგეთი ალბათ. იცით რა არის? ავთო შეიძლება თქვა. ვინი მოდი ავთო რო იქნება ჩვენთან. ხო, მე რა ვისაუბრებ? საერთოდ ავთო დღეს განახდება ვინი? ძალიან კარგი მიგულოცავ. ვერნიერებას უსურვებ და არა, ვისი თქვა გინდა და შენ ამ კითხვით ის განმეორდა. მე ადამიანების აზრი მაინტერესებს, ვისაც აცინებს ავთო. და ვისთანაც მიდის ავთო რომ გოგონებს თანამშრომლობს. სიმართლე გითხრა. მე ავთოს შეიძლება სხვა კუთხით დაუსვა ეს შეკითხვა და მაინტერესებს იმ ადამიანის აზრი, ვის მიმართად ადამიანი ამბობს რომ მე არ კარგი. ძალიან მოკლე პასუხს უკაცრავად რომ გადაგეჭერთ, რომ მე ვიტყოდი რომ არ მღირს ცოტა სხვანაირად არის ნათქვამი, მე ვიტყოდი რომ ფიზიკურად ძალიან კარგი ბევრი დიზაინერები ყავს, რასაც მე ვიცნობ პირადად, იმიტომ რომ მივიღეთ მის საქართველოში თუ ის როგორც თანამშრომლობთ, მაგრამ ფიზიკურად ფინანსები არ უწყობთ ხელს, იმიტომ რომ ელემენტარული ერთი კაბა რო შეკეროთ, საკმაოდ სერიოზულ ფინანსებთანაა დაკავშირებული, თორემ დარწმუნებული ვარ საქართველოში ძალიან ბევრი დიზაინერი ძებნება, რომელიც სიამოვნებით შეკერავს და ჩვენ გოგოებს ჩააცნევს და გამოიყვანს და თვითონაც ის სიამოვნებით და გოგოების, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელია ფინანსების გამო, თორემ აი ის რომ არ მიიღებს ეს ცოტა სხვა რაღაცა, მაგრამ მერქნათ რომ ფინანსური სიტუაცია ჩვენ გასტაბილურდეს და ბევრმა დიზაინერმა დაიწყოს კერვა და დაწუნებულ ბევრი შეკერავს სიამოვნებით საქართველოში. ის ადამიანმა გამოძებნა თავისთვის ოპტიმალური ვარიანტი, რომ ურჩევნიათ გაყიდოს იქ, სადაც უფასებენ ალბათ, იმიტომ რომ აქ ეხლა თბილისში მე ძირითადად სულ მესმის ავთო ცქვეტინიძის კრიტიკა, პირადად ავთოს ეხლა გავაგდოთ. არა, თქვენზე არა მაქვს ლაპარაკი. საერთოდ ხშირად მესმის და მე ავთოს ვიცნობ ჩვენ კონკურსში მიიღო მონაწილეობა 4 წლის წინ პირველი კონკურსი როცა ჩატარდა დიზაინერთან. ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი თვითონ შექმნა. ცუდად შექმნა ეს თუ კარგად ავთო გახდა სალაპარაკო თემა, ხო? ამიტომ ამ ადამიანის რაღაც გაკრიტიკების და იმის უფლება ჩვენ არ აგვაქვს. ეს არის შრომის მოყვარე ბიჭი, რომელმაც გადასარევად გაიკეთა საკუთარი თავის PR-ი. გასაკეთებია ლუკა კრისტინას ვეთქვი უბრალოდ ერთ ფრაზას რომ კრისტინა სად არის შენი ულამაზესი თმა და ეს პროტესტის ნიშნად ხომ არ გადაიღებ თელი თმა რომ მართა სავალალო მდგომარეობაში ხარ თქვენ მოდელი რომ პრესაში მოვიდოდ და ძალიან დამცხებოდა არა უბრალოდ ძალიან მომბეზდა და რაღაც რადიკალურად შევიცვალე პროტესტს არ აცნობ არა და ასეთ რადიკალურ ცვლილებას ვუსურვებ მე მთლიანად სამოდელო ბიზნეს ცვლილებას უკეთესობისკენ. მე დიდი იმედი მაქვს რომ სიტუაცია გამოსწორდება, ყველაფერი უკეთესად იქნება და წარმატებებს ვუსურვებ როგორც მოდელებს, ასევე სამოდელო სააგენტოების ხელმძღვანელებს, ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ რომ ეს ადამიანები, გოგონები წარმოუჩინონ, რაც შეიძლება საუკეთესო ფორმით საზოგადოებას. დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისათვის და შეგახსენებთ რომ ჩვენი დღევანდელი თემა იყო სამოდელო ბიზნესი და ჩვენ სტუმრად გვყავდნენ ძალიან საინტერესო და ლამაზი სფეროს წარმომადგენლები. დიდი მადლობა ჟურნალისტებს, დიდი მადლობა მაყურებელს, გემშვიდობებით მომავალ პრესპრესამდე.